მოგესალმებით ქრისტეს მიერი სიყვარულით მოყვასო მშვიდობა გქონდეთ ყველგან სამშობლოში, ოჯახში, სამსახურში, სულში, გულში, ყველაფერი იქნება კარგად, ოღონდ ჩვენი ერი გამრავლდეს. არაფერია დაკარგული, ოღონდ ჩვენი ერი გამრავლდეს, ოღონდ ჩვენი ახალგაზრდები გამრავლდნენ და გაბევრდნენ და განათლდნენ. არაფერია დაკარგული. თუმცა საბრძოლი ძალიან ბევრია. აი დღეს მე და ელიზბარი გიახელით ისევ თქვენ ძალიან კარგად იცნობთ ამ ადამიანს, დიდებულ მკვლევარს, საჩინო გრაკლიანს, როგორც იგი სხვადასხვა ინტერნეტ რესურსებშია ცნობილი, პედაგოგი კაცი, ეროვნული კაცი, მართალი კაცი, ბატონი ელიზბარ ბზარაშვილი. ეს ის ადამიანია, თქვენ გახსოვთ, ვიზედაც მე ვამბობ და ყველგან ვიტყვი, რომ წაიკითხა გრაკლიანი და მე ამითი ამაყივარ, რომ ესეთი საოცრება მოხდა. ჯერ ის არის საოცრება, რომ გამოჩნდა და ღმერთმა გამოგვიჩინა ესეთი საოცრება ქართლის გულში, კასპის რაიონში, სოფელ სამთავისთან, სოფელ იგუვეთთან, ლეხურას ხეობაში, გრაკლიანის გორაზე და მე ის არის საოცრება, რომ ღმერთმა ესეთი ნიჭი მოგცა, ესეთი მადლი მოგცა, რომ წაგვეკითხა. დიდი მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის და წეგან ვახსენე მე სიტყვა საბრძოლი და ყველა ვარიანტში ბრძოლაა საჭირო. მე ახლა ძალიან ვწუხარ ამას რომ ვამბობ ხმამაღლა და ვიღაც ადამიანს კი არ განვიკითხავ, არამედ ვამხელ, მაგრამ წარმოიდგინეთ რამხელა უზუსტობა დავარქვა, შეცდომა, გადაცდომა, ბოროტებაც კი შეიძლება დავარქვათ იმას, რომ ვიღაცები ამბობენ, რომ ბოდბე თუნდაც ოდესღაც იყო ალბანური, წარმოგიდგენიათ? რომ დავით გარეჯი თუნდაც ოდესღაც კი არა, მე-7 საუკუნემდეო, ბატონო ელიზბარ. მე-7 საუკუნემდეო, ალბანური იყო, წარმოგიდგენიათ? ეს თან შეცდომაა, თან ბოროტებაა, თან არასაჩვენო ტყუილია, ჩემამდე ვერ დადის. ცაიშიო, მე-11 საუკუნემდეო, ბიზანტიური იყო. აბსურდი, გეხვეწებით არ მიიღოთ ხალხო ეს. ჩაეძიეთ ამას, ძალიან გთხოვთ რა. ვარციხეო მე-11 საუკუნემდეო იყო ბერძნულ წირვა ლოცვაში. არ მიიღოთ, ძალიან გთხოვთ რა. მე გაჩვენებთ ქართველ ავტორებს, რომლებიც ამბობენ, რომ ოშკი იყო, არა ქართულიო, აი ამა და ამ ეპოქამდეო. ხანძთა იყო, არა ქართულიო, ამ ეპოქამდეო. იშხანი იყო ამ ეპოქამდე, არა ქართულიო. ძალიან გთხოვთ, კიდევ ერთხელ გეუბნებით, თავიდან განვიხილოთ წყაროები, თავიდან განვიხილოთ და ეს კიდევ ერთხელ გეუბნებით, ღმერთმა გამოგვიგზავნა ისეთი საოცრება, რაც არის გრაკლიანის წარწერა და იქაური არტეფაქტები და მსოფლიო ისტორია გაიზარდა, წარმოგიდგენიათ, განუმეორებელი სიხარული გვეწვია ქართველ ერს, როგორ გვჭირდება ასეთი რამ და მომიტევეთ, მაგრამ უნდა ვამხილოთ ის ადამიანები, ვამხილოთ და აკადემიურად ცხადია უნდა გავაჩუმოთ ის ადამიანები, რომელიც ამბობენ, რომ ეს შეიძლება იყოს არაქართული. ერთი ძალიან სახელოვანი მეცნიერი გაახაროს ღმერთმა ძალიან ბევრ შრომობს, შესაძლოა ძალიან დიდი აღმოჩენებიც აქვს, მაგრამ ეს თვალში მიყრის და მეუბნება, რომ რა იციო, რომ ეს 120 ციხესიმაგრე, გმირთ ნაკვეთი, ლოდოვანი, ციკლოპური, მეგალითური ციხესიმაგრე თრიალეთის ზეგანზე და ჯავახეთის მთებში და აჭარის მთებში და არსიანის ქედზე და ლაზიკის მთებში ზედა ნაწილში. რა იციო, რომ ქართველებმა ააშენესო, რა იციო, რომ ჩვენებმა ააშენესო, წარმოგიდგენიათ. ძალიან განვიცდი ამას. ძვირფასო ჩემო მეგობარო ელიზბარ. მე ახლა ობიექტურად ვამბობ, თუნდაც აკადემიკოსი იყოს, თუნდაც პროფესორი იყოს, მე ესე მგონია, რომ შენ ჩემო მეგობარო ყველაზე ჩახედული ხარ გრაკლიანის წარწერაში და უმორჩილესად გთხოვ, გულზე ხელი დაიდო და მოგვაწოდო ობიექტური ცნობები, ობიექტური შეხედულებები, ლოგიკური დასკვნები ამ საოცარის ისტორიული განძის ქართულობის შესახებ. გამარჯობათ ბატონო ნუგზარ. მადლობა თქვენ, მადლობა სამეფო არხს მოწვევისათვის. ჩვენ ამ საკითხზე ვისაუბრეთ, მაგრამ დაუბრუნეთ ისე, ამოვწუროთ ბოლომდე, ასე ვთქვათ, ანუ არ გვითქვია რიცხული შიგთავსი ჩვენ ამ წარწერისა
არ გითქვია ძირითადად უკუწაკითხები, ამიტომაც თქვათ ეს და ნახოთ რომ ეს წარწერა სინამდვილეში თავის თავს ამტკიცებს, რომ მასში არის მტკიცებულებები, რომლებიც ვერანაირად შემთხვევითი ვერ იქნება, არ არსებობს, რომ შემთხვევითი იყოს და განზრახაა ჩადებული, რომ მე ჩვენ მომავალში ეს ყველაფერი დავიჯეროთ. იცოდნენ ჩვენმა წინაპრებმა, რომ ასეთები ვართ, სამწუხაროდ უცხოების ნათქვამს უჯერებთ ხოლმე ხშირად და ჩვენივე მეცნიერების და მკვლევარებისაც ნაკლებად და მაშინაც ესეთები ვიყავით ალბათ, როცა ამ წარწერას წერდნენ და ეცადნენ, რომ მტკიცებულებები დაეტოვებინათ მასში, შიგნითვე მათემატიკური, რომელიც დაგარწმუნებდა, რომ ნამდვილად წარწერა, ნამდვილად ქართული წარწერაა და ეს მტკიცებულებები მარტო მაგისთვის არ არის, არამედ იმიტომ, რომ ტექსტი წაიკითხო სწორად, ანუ ეს ტექსტი ლიგატორულია, ანუ შერწყმულია ერთმანეთში ასოები და ბევრი სხვადასხვა ასოს წაკითხვა კიდევ შეიძლება, ამიტომაც შეიძლება დაგაბნიოს ამან და სავსებით სხვა რაღაცა წაიკითხო და არა ის რისი დატოვებაც იმ ხალხს ჩვენთვის უნდა. ამიტომაც როგორც ჩანს საყოველთაოდ ქურუმთა წრეში საყოველთაოდ ცნობილი მათემატიკური რიცხვები, რომლებიც მნიშვნელოვანი აღმოჩენები იყო ხოლმე და ქურუმებმა იცოდნენ, დატოვეს რიცხულად ამ წარწერაში, რომ მომავალ თაობას, ვთქვათ, მომავალ ქურუმებს სწორად წაეკითხათ, ანუ ნახავდნენ ეს ნაცნობი რიცხვი დაჯდა, ესე იგი ეგ იყო, ანუ სწორი წაკითხვა ეს იყო და შესაბამისად სწორ ინფორმაციასაც მიიღებდნენ. თქვათ, რომ ამ წარწერას იმიტომ მიუბრუნდით მე და თქვენ, რომ ერთ-ერთმა ინტერნეტ ჯგუფმა, Facebook ჯგუფმა დადო ამაზე წერილი, რომ გრაკლიანის არამეული წარწერა და ნუ სამწუხაროა ეს, როგორც თქვენ ბრძანეთ იგივე გარეჯზე და იგივე ვარციხეზე და სხვა, სამწუხარო რომ ისევ ქართველები ამ ყველაფერს ხელახლა წამოწევენ ხოლმე და თითქოს მიძინებულ თემას არამეული წარწერა გრაკლიანისა ისევ ხელახლა გააცოცხლებენ ხოლმე სავსებით არასაფუძვლიანად და მინდა რომ ამ საკითხზე აუნწურავად ვისაუბროთ. ეხლა მე ხო ვიცი ქართველი ადამიანის გუნება, მიმდობი გუნება, მარტივი გუნება, უბრალო გუნება და თუნდაც აი მაგ ერთმა წერილმა, მაგ ერთმა გამოქვეყნებამ წარმოიდგინეთ რამდენი ადამიანის ენთუზიაზმი ჩააქრო, რამდენი ადამიანის შეიძლება ითქვას, რომ დაუჯერა კი ბატონო. დაკნინდა გული, ენთუზიაზმი, ხო? მეთანხმებით ამაში. წარმოგიდგენიათ. როგორ შეიძლება ასეთი რაღაცა? კი ბატონო, ანუ თქვათ, რატო რა მიზეზების გამო შეიძლება რომ ეს წარწერა არ იყოს არამეული, ნუ ჯერ ერთი თავისთავად ხადია რაღაც სენსაციური გამოდის, იმიტომ რომ დაახლოებით 850 წლის წარწერა აქვს არამეულს, ქრისტეშობამდე 850 წლის ყველაზე ძველი მოაბის მეფის მეშას წარწერა. ამ წარწერას უფრო ძველი ეპოქითაც არიღებდნენ, მაგრამ მე აღმოჩნდა რომ ანუ რადგანაც არამეული და საერთოდ სემიტური ანბანები ხმოვნებს არ იყენებს, არამედ წერს თანხმოვნებს, გარკვეული ცნობილებები მოუვიდა წინა მეფეების სახელებში, რომლებიც იქაა მოხსენიებული და ეგონაც სხვა მეფე და უფრო ძველად წერდნენ და მე თანამ შედარებით ახალი კვლევებით, როცა სხვა ხმოვნები ჩაჯდა და აღმოჩნდა რომ ვერ იქნებოდა თქვა მე-9 საუკუნისა, გადმოწიეს 850 წელს ეს წარწერა. ანუ ეგ ლაფსუსები მოსდის ხოლმე სემიტურ ენებს, იგივე ფინიკიურს, იგივე არამეულს, რომ მასში ხმოვნები არ იწერება და თქვა თუ გინდა დატო რაღაც ინფორმაცია ხმოვნებით, მარტო ხმაი თქვა აია რო დაეწერა იაკობ გოგებაშვილს მაგალითად სემიტური ანბანით თქვა 2800 წლის წინ ვერაფერსაც ვერ დაწერდა, იმიტომ რომ აია არ იწერებოდა, ხო, ანუ ხმოვნებს საერთოდ არ წერდნენ, ხმოვნებს გულისხმობდნენ ტექსტის კითხვისას, ანუ რა იგულისხმა დამწერმა და შესაბამისად ბევრი ინტერპრეტაციას იძლევა, მაგალითად ხარი რო დაწერო და ხრ დაწერო, ხარი შეიძლება როგორც ხარი წაიკითხო და როგორც ხლ, ანუ ხურო. ხო, კი ბატონო, ანუ თანხმოვნებში რა ხმოვნებსაც ჩასვავ შენზეა და მე კონტექსტი უნდა გაითვალისწინო ტექსტში რაზეა ლაპარაკი, რა უნდა ჩასვა, რომ სწორი აზრობრივი წაკითხვა გამოგივიდეს, რაც მაინც ტოვებს ადგილებს შეცდომისათვის თავისთავად ცხადია. და ალბათ მაშინ რაღაცას რო წერდნენ, მიზნობრივი ჯგუფისთვისაც წერდნენ ვიღაცა კონკრეტულისთვის, რომელსაც ის უნდა გაეგო.
უკვე განსაზღვრული იყო ვისთვის უნდა მიემართათ. კი ბატონო, და აქედან გამომდინარე ეს წარწერა, გრაკლიანის წარწერა, რომელიც აღმოჩენიდან ძალიან მალევე დაზიანდა, რადგანაც გამოუწვავი ქვიშაშერეული თიხით იყო დამზადებული და როცა გამოშრა, მიწის საკმაოდ დიდი დაახლოებით 2 მეტრიანი ფენის მოხსნის მერე რომ გამოშრა, სწრაფადვე დაიწყო, რამოდენიმე დღეში დაიწყო დაშლა და უკვე რამოდენიმე დღეში ისეთი იყო, რომ თავისავს აღარ გავდა, ახლაც შუა ნაწილი ფაქტიურად დაახლოებით 2 სიტყვის ადგილი, ჩემი წაკითხვით 2 სიტყვის ადგილი ფაქტიურად აღარაა და საბოლოოდ ესეთი მიანიჭეს მიმართულება, რომ ესაა პირველი არამეული წარწერა, გამოვიდა მსოფლიო სენსაცია, იმიტომ რომ არამეულზე მინიმუმ 100 და მაქსიმუმ 150 წლით ძველი გამოვიდა, ანუ ის მეშას წარწერაზე 150 ძველი, საქართველოს არასოდეს არ ყოფილა არამეული ენის გავრცელების არეალში მანამდე, მერე მსოფლიო ენა გახდა და კი, მერე წარწერებიც გვაქვს, მაგრამ მაშინ მიუხედავად იმისა, რომ ასურეთის ბატონობის ხანა იყო დასავლეთ აზიაში, ასურეთმა თავის ლაშქრობების დროს ვერასოდეს ვერ მოაღწია შიდა ქართლამდე, მისი ძირითადი მიმართულება ომებისა იყო ნაირის ქვეყნების, ანუ არიან ქართლის წინააღმდეგ, დიაოხის და შავიზღვისპირეთის მოსახლეობის წინააღმდეგ, კოლხას წინააღმდეგ და შესაბამისად არალოგიკურია, რომ იმ დროს არამეული დამწერლობა თან პირველად ჩვენთან და არა იქ თავის გავრცელების არეალში აღმოჩენილი იყო. ასევე როცა კვალიფიკაცია მიანიჭეს როგორც არამეულ წარწერას, მასში ჩართეს ცნობილი არამეოლოგი ამერიკის შეერთებული შტატებიდან იტალიაში მოღვაწე მარიო ფრედერიკო ფალესი, რომელიც ამ დარგში ერთ-ერთი მეტრია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა არის, ათობით წიგნი აქვს ამ საკითხზე, როგორც არამეულზე, ასევე არამეულის სხვადასხვა დიალექტებზე დაწერილი და შესაბამისად თითქოს ესეთი რაღაც გამოვიდა, რომ კაცი რომელმაც ეს საქმე კარგად იცის, ანუ ერკვევა სხვადასხვა ნიუანსებში, ცნობს თქვა ასოების სხვადასხვა ვარიანტებს არამეულისას, სხვადასხვა კუთხეებისას, ანუ სხვადასხვა ჩრდილოური, აღმოსავლური და სხვა პრობლემა არ უნდა ყოფილიყო წესით, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ წესით ხმოვნები არ უნდა ყოფილიყო გრაკლიანის წარწერაში, რადგანაც თქვა თუ არამეული იყო, ну 10 სიმბოლოდ მოიაზრეს დაახლოებით და 10 თანხმოვანში ხმოვნების ჩასმით გარკვეული აზრის მიღება შეიძლებოდა თქვა სიტყვაზე 3 სიტყვის წაკითხვა ან რაღაც და რადგანაც ამ საქმეში ჩაერია პროფესიონალი, რომელმაც საინტერესო დასკვნების დადო, რომ ეს წარწერა არის პროფესიონალის შესრულებული სახელოსნოში დაამზადეს, მოიტანეს და მიაწებეს საკურთხევლის ფილას მიადგეს, ანუ შემთხვევითი ვერ იქნებოდა იქ რაღაცეები, წინასწარ განზრახული წარწერა იყო, ამიტომაც იმედი იყო წესით, იმედი უნდა ყოფილიყო, რომ მარიო ფრედერიკო ფალესი ამ წარწერას პრობლემა თუ არა, მცირე ძალისხმევით წაიკითხავდა, იმიტომ რომ პროფესიონალი იყო თავის საქმის ოსტატი, იმის მერე უკვე 10 წელი გავიდა, 10 წელზე მეტი გავიდა, რაც ამ საქმეში ჩაერია ეს იტალიაში უდინეს უნივერსიტეტში მოღვაწე პროფესორი და დღესაც არაა ეს წარწერა არამეულად გაშიფრებული. არ დაუდია, არ დასკვნა, არც რამე წერილი არ გამოქვეყნებული. არა, ამ შემთხვევაში ბატონი ვახტანგ ლიჩელი ახმოვანებს ხოლმე მის მიგნებებს და არაფერი ისეთ, თუ წაიკითხავდა როგორც თავის დროზე გრაკლიანის აღმოჩენა სენსაცია იყო, გაშიფრო სენსაცია იქნება, ხო? ანუ პატარა ამბავი არ არის და მიუხედავად იმისა, რომ ანბანია, ეგ არ არის თქვა სიტყვაზე მარცვლოვანი ან ხატოვანი დამწერლობა, რომ რაღაც ნიშანი იყოს უცნაური, ანუ ასო არ იყოს და მარცვალი იყოს და მე ვერ გაშიფრო ეს მარცვალი და რას ნიშნავდეს ვერ გაიგო და აზრი ვერ გამოიტანო, ჩვეულებრივი, როგორც თვითონ ამბობენ, ჩვეულებრივი არამეული ასოები წერია, რომლებიც იდენტიფიცირებული არის, ანუ გავს არამეულს როგორც ამბობენ და შესაბამისად წაკითხვაც პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს, მაგრამ ანუ იმაზე შეთანხმდნენ, რომ ეს არის წარწერა. კიდე კარგი მაგაზე მაინც შეთანხმდნენ. ეხლა ხო იცით ერთი ჯგუფია, რომელიც ამბობს, რომ არა, ორნამენტიაო, ნახატი არისო, რაღაც ბავშვის ნაჯღაბნი არისო. წარმოგიდგენიათ? ხო, ხალხი გიგიათ ეგ ვერსია. კი, ანუ სხვათა შორის მეც მოდით მაგათ თავი დავანებოთ, ეგენი ან ოროსნები არიან, ან აგენტები არიან, ან ჩაუხედავები არიან, ან შეხედულება არა აქვს რა. კი ბატონო, ანუ ერთ-ერთი სერიოზული არგუმენტი საიმისოთ, რომ ეგ წარწერა არამეული ვერ იქნება, ეგ არის, რომ სოფლიო დონის არამეოლოგმა 10 წელიწადია ვერ წაიკითხა ეგ წარწერა. როგორც არ უნდა რთული იყოს, შესაძლებელია რაღაცა ასოში, თქვათ, ვერ ჩასვა ხმოვნები რაღაც ასოებს შუა, რაღაცა სიტყვა ვერ წაიკითხო, მაგრამ რაღაც ძირითადი დედააზრი თავისთავად ცხადია, ან თითქმის უნდა წაიკითხო, ხო? ანუ ხო აზრი უნდა დადო. აქედან გამომდინარე 10 ნიშანი რო იყო, აქედან
7 ნიშანზე მაინც უნდა ეთქვა, რომ ეს ასოებია. ბატონო, თავიდან თუ იყო მე მკვეთრი ლაპარაკი, რომ ესაა არამეული, ერთი პერიოდი ბატონმა ვახტანგმა ბრძანა, რომ მარჯვნიდან კითხულობს არამეული და ბრძანა რომ წმინდა სახლი წერია დასაწყისში, ანუ ეგრე იწყებაო, წმინდა სახლი წერიაო, ნუ ახლა საკურთხეველია გაკეთებული და თავისთავად საკურთხეველი გულისხმობს უკვე წმინდა სახლს, ანუ ტაძარს გულისხმობს, ხო? თუმცა არ დაუკონკრეტებია რის საფუძველზე წაია, თუ წაიკითხა, თუ ივარაუდა, თუ მიხვდა და ამის იქით კვლევა აღარ წასულა, ანუ აღარ გააგრძელა. მერე რა არის, მერე რა წერია, ან რატო წაიკითხა, რა სადრახ მომნები ჩასვა, რისგან მიიღო. ანუ ფაქტობრივად გაუშიფრავია, ვერ გაშიფრა, ვერ წაიკითხა, არა და ეგ ისეთი არაა, რომ ვიღაცა თქვათ შემთხვევითი პიროვნება იყოს, ხო? ანუ გრანდიოზული არამეოლოგია და ჩვეულებრივ ეგ წარწერა უნდა წაიკითხა და რადგანაც ვერ წაიკითხა. მოდით ახლა ერთი პატარა დასკვნა გავაკეთოთ 30 წამიანი. რა მოგეხსენებათ ახლა ჩემო ძვირფასო მეგობრებო, რომ ისტორიოგრაფია, ოფიციალური ისტორიოგრაფია ლოგიკას არ ცნობს, მათ ფაქტები ჭირდებათ. ფაქტი უნდა იპოვნონ აუცილებლად, აქ უნდა აბრა უნდა იპოვნონ, მაგალითად 30 საუკუნის წინანდელი და მინიშნება იყოს. მაგრამ ეხლა აი ამ საუბრიდან, რაც ბატონმა ელიზბარმა თქვა, შეიძლება ითქვას, რომ ლოგიკური დასკვნა გამოვიტანოთ, რომ სოფლიოში პირველმა საუკეთესო აღიარებულმა დიდი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა არამეულის მცოდნემ და არამეული ტექსტების ექსპერტმა და მეტრმა 10 წლის განმავლობაში ეს წარწერა თუ არამეულია ვერ წაიკითხა. ესე იგი არ არის არამეული. მაგალითისათვის გეტყვით თქვათ რომ შევედაროთ რომ მე ჩვეულებრივი ისტორიკოსი ვარ, ჩემნაირი საქართველოში შეიძლება 10,000-ობით იყოს, ასევე ჩვეულებრივი ისტორიის მასწავლებელი ვარ და ორი თვე მოვანდოვე მე გრაკლიანის წარწერის წაკითხვას, თან თუ იმას უნდა წაიკითხა 2 ან 3 სიტყვა, მე 24 სიტყვა წავიკითხე. აქედან გამომდინარე თუ სირთულეს შეადარებ თქვათ იმის კომპეტენციას და ჩემ კომპეტენციას, იმას თუ უნდა წაიკითხა 2 ან 3 სიტყვა 10 სიმბოლოში და ვერ წაიკითხა 10 წელიწადში, ნუ ცხადია რომ ვერც წაიკითხავს. ძალიან დიდი მადლობა აი ამ ლოგიკური დასკვნისათვის. გრაკლიანის წარწერა არამეული არ არის. და ძალიან გთხოვთ აი ამ ლოგიკურ დასკვნას ნუღარავენ ნუღარ გადახედავს რა. აღარაა მარტო ლოგიკა, ფაქტია. ანუ ვერ წაიკითხა, ფაქტია, ვერ წაიკითხა. შესაბამისად ლოგიკის ზევით არის კიდე. მოჯახაშენებულმა თეთრი დროშა მაინც აწიოს, კაცო, დავნებდიო თქვას. ეგ მაინც გამოაცხადოს ახლა 10 წელიწადი არის ერთი დიდი ეპოქა რა. 10 წელიწადში შეიძლება ეგვიპტური, ნუ მაგდენი ალბათ შამპოლიონს არ დაჭირდა რომ ეგვიპტური იეროგლიფების 2-3 წელი დასჭირდა ღმერთმა აცხონოს დიდი ქალბატონი, დიდი ეროვნული ადამიანი ნანა ხაზარაძე რომ ხეთური და ლუვიური წარწერები წაეკითხა, წარმოგიდგენიათ რა ღვაწლი დადო. ნულიდან შეიძლება პრინციპის პოვნაა და მე არაფერი ისეთი, თან ახლა არამეულის პრინციპის პოვნა არ უნდა და მაგრო 150 წლის წარწერის მერე, მეშას წარწერის მერე უამრავი წარწერაა არამეულისა და განზეძგილია იმდროინდელი დასავლეთაზია არამეული წარწერები. წადია უამრავი უფალი ჩვენი იესო ქრისტეც არამეულად მეტყველა და რადგან სოფლიო ენა იყო, მაშინ დასავლეთ აზიაში არამეულადაც და ქალდეურადაც. ხო, არამეული. ორ ენაზე. ხო, ოფიციალური ესეთი, ხო. და შესაბამისად ფაქტია, რომ ვერ წაიკითხა, ხო. ახლა ნუ შევეშვათ ამ არამეულ ვერსიას, იმასაც ვიტყვი, რომ დაზიანებული წარწერა მიამსგავს ეს არამეულს, ნუ ქართველებმაც შიფრეს ეს წარწერა და მოდი ამაზეც მოკლედ ვიტყვი. ოფიციალურად სწორი ფოტოები არ გამოქვეყნდა წარწერისა, ანუ როცა აღმოაჩინეს იმდროინდელი ფოტოები, არამედ გამოქვეყნდა უკვე ძალიან დაზიანებული წარწერის ფოტოები და არც ერთ გადაცემაში, აი ათობით გადაცემის ყურება დამჭირდა YouTube-ზე თუ ტელევიზიებში, რომ რაღაც მომენტში, აი წამში გაელვებული, 2 წამში გაელვებული, სწორედ ამ შემთხვევაში შუა ნაწილია ძალიან დაზიანებული, მზესავითაა, ესეთი სხივებივით და ეგ დავიჭერე ორიენტირად, რომ უცბად რომ გაიელვებდა განსხვავებული სურათი, თუ შუაში დაზიანებული იყო, ესე იგი აზრი არ ქონდა მაგის კადრის გაჩერებას და ამოჭრას და თუ არ იყო დაზიანებული, ესე იგი ძველი ან ავთენტური იყო, რომელიც ჯერ არ დაზიანდა და ეგეთი ორი სურათი ვნახე, რუსთავი ორმა გაუხვა პატარა სიუჟეტი, რომელშიც 2 წამში თუ 1 წამში გაიელვა კადრმა და დაფიქსირება მოვასწარი, რომ შუაში არ იყო ეგ დაზიანებული და ასევე უცხოურმა სააგენტოებმა გაუშვეს კიდევ და იქაც ერთი კადრი იყო. ანუ ერთი და იგივე აგებულებისაა დაახლოებით ფერში განსხვავდება, ის ცოტა მონაცრისფრო ფერშია და ცოტა მოყვითალო ფერშია ერთი, ანუ ერთი და იგივენაირი აგებულება აქვს, დაზიანებებიც ერთნაირი აქვს, რაც აქვს. ანუ ფაქტობრივად ავთენტური ფოტოები იყო. შესაბამისად, ქართველმა მკვლევარებმა პრობლემას დაიწყეს ამ წარწერის
კვლევა და გაშიფრვა, ნამდვილი ანუ ავთენტური ფოტოები ვერ ნახეს. შესაბამისად, ყველა რაც მე წამიკითხავს და რასაც გავცნობი ვარ, ყველა შიფრავს აი შუაში დაზიანებული ჩამონგრეული წარწერით და რადგანაც ეს წარწერა პროფესიონალის შესრულებულია, მასზე ვერ იქნება ზედმეტი რაღაცეები და შენ თუ პრეტენზია გაქვს რომ ეს წარწერა გაშიფრო, თავისთავად ცხადია დაზიანებული რომაა და იქიდან კითხულობ, ესე იგი ვერ წაიკითხე. ანუ შეუძლია მეც იგივე გზა გავიარე, რომ იმიტომ დავიწყე მე მაგადაცემების ყურება, რომ რაღაც მომენტში, როცა წავიკითხე პირველი სიტყვა კი და გავაიგივე ნაყოფიერების ქალღმერთთან შუმერში, მე ვეღარ ვკითხულობდი, მივადექი აი მზეს, ანუ ჩამოშლილ ადგილს და ვფიქრობდი, რომ გავდა ეს შუმერულ ღმერთის ნიშანს, ანუ დინგირს, დაახლოებით ეგეთი გასხივოსნებული ნიშანი არის და ვფიქრობდი, რომ ეს დინგირი ცის ნიშანია და შეიძლება კი რომ წერია, ანუ მიწა ცაც ეწეროს და მე ცის და მიწის კავშირი ასევე წმინდა იყო შუმერში და ანუ კარგახანი ვფიქრობდი მაგაზე, სანამ აი მე არ დავიწყე ავთენტური სურათების ძებნა და სანამ იმ ორ გადაცემაში ძალიან სწრაფად გაელვებული სურათები არ დავჭირე და მე მივხვდი, რომ იქ დინგირის პოვნა, ანუ ღმერთის ნიშანის პოვნა სისულელე იყო, იმიტომ რომ ასოები ეწერა ჩვეულებრივ შიგნით. ენგენაცვალე მაგის ღირსია, რიგითი მეცნიერი, თუნდაც დამწყები მეცნიერი, ქართველი ადამიანი, რო ესე ტელევიზორიდან და რაღაც სიუჟეტებიდან მოიპოვოს ეს დოკუმენტაცია და ეს მასალა, ეს უნდა გამოქვეყნებულიყო 50-დან, ამაზე წვდომა უნდა კონდეს ამ დოკუმენტაციაზე. მომიტევეთ, მაგრამ მე ჩამოვილი რამდენჯერ მანქანა გავაჩერე, სულ დაკეტილია ეს მუზეუმი რა, იქნებ რაღაცა ძრები მოხდეს. დაკონსერვებულიც არის. არა, მუზეუმი ხო გავაკეთეთ დავლა. მე საინტერესოა აღმოჩენილი, კი ბატონო, მაგრამ ნუ ხო ერთ სიტყვით ესეთია, შეუძლებელია, რომ იქ ვიღაცას ამოეკითხა იმ დაზიანებული სურათებით, რადგანაც საფუძველში მცდარია, რაღაცა რომ ჩამონგრეულია და იმ შენ რომ იმ ჩამონგრეულს ასოთ მიიჩნევა ნიშნად და მე იმის გაშიფრვას ვცდილობ, თავისთავად ცხადია ვერ გაშიფრვა, აღარა ის რაც ეწევა. ცხადია, რაზეა საუბარი, ანუ ორ სიტყვაში, რასაც მე ვკითხულობ, ორ სიტყვაში აღარაფერი აღარ გაირჩევა. რებუსი ხო არ არის, როგორ შეიძლება ეგრე? კი ბატონო. ანუ ქართული გამშიფრავების საქმეც ესეა. თან ამასაც ვიტყვი, რომ ქართული გამშიფრავები იყენებდნენ არა მარტო ასომთავრულს, არამედ იყენებდნენ მხედრულსაც, მთელი რიგი ხალხი, მთელი რიგი გამშიფრავები იყენებდა ასევე მარცვლოვან სილაბურ დამწერლობასაც, რაღაცებს აი მაგ ჩამონგრეულებში რაღაც იეროგლიფებსაც ხედავდნენ გარკვეულს და იმაში კითხულობდნენ რაღაცა აზრს. არადა შეგახსენეთ, რომ ეს წარწერა, როგორც ამ იტალიელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, არის პროფესიონალის შესრულებული, ანუ იქ კი არ გამოსახეს, არამედ სადღაცას გააკეთეს, დაახლოებით 90 სანტიმეტრის სიგრძის და 10 სანტიმეტრის სიგანის წარწერა არის და მოიტანეს და მიაწებეს. ანუ ის მიწებების ზოლი, წარწერის მიდგმის ზოლი ჩვეულებრივ ემჩნევა ამ ფილას საკურთხევლის პოსტამენტს და ჩანს, რომ უეჭველად მიდგმული არის. ანუ მოიტანეს და ფილა შეიძლება ითქვას აი ესე ჩამოსხმული 10 სანტიმეტრის ჩამოსხმული თიხის ფილა, რომელშიც სამწუხაროდ იყო ჩვეულებრივი უდუღაბო ქვიშაც, რამაც გამოიწია. გამოუწვავი კი ბატონო. დაშლა მარტივად, ხო? შესაძლებელია თქვათ, რომ ჩვენ და ბედად ქვა არ იყო, რადგანაც ქვაზე ნახშირბადის იზოტოპით ქიმიური ანალიზები ძნელად ტარდება და იმასაც ვერ გავიგებდით, რომ 3000 წლის წინანდელი იყო, ქვაში რო ყოფილიყო გაკეთებული და კიდე გაიგოთ იხა იყო და არა ქვა. ხო, ასაკი მაინც დადგინდა. თორე ეგეც სადაო გახდებოდა, შეიძლება ვიღაცას ეთქვა, რომ პირველი საუკუნისა, ასულად მე-6-ე ეთქვა, რომ ამ აკვიატებულ მე-5 საუკუნეში ამბანის წარმოშობას არ ჩაცდენოდა და ზევით ყოფილიყო. თორე ეგრე ხო გვაქვს იგივე ნეკრესის წარწერები, რომელსაც რიგი ავტორები უფრო ძველად პირველ-მეოთხე საუკუნეებათაც არიღებენ და მაინც ოფიციალურად არაა დადასტურებული, იმიტომ რომ ქვაშია შესრულებული ამ საფლავის. და ამბობენ მე-6-ეს. კი ბატონო, და საბოლოოდ ის ჯადოსნური მე-5 საუკუნე ამ ქართული ამბანისთვის ისევ რჩება აუღებელ ციხე სიმაგრედ. ხო, ახლა რამდენი ეგეთი აუღებელი ციხე-სიმაგრეა და აი ამ შესაბამისად აი ამ ბეტონის კედელს ეჯახება და ეჯახება, იგივე წერანოც რო ვახსენე რა.
მომიტევეთ. ან ასე ამაზე ვილაპარაკეთ ნაწილობრივ და ვიტყვი მოკლედ რომ გარკვეული ნიშნები ყველა გამშიფრავს რჩებოდა, ანუ ეძებდნენ შიგნით ხმოვნეს და მაღლა სიდიდის წერტილები და ხაზები აქვთ, ამათ ყურადღებას არ აქცევდნენ, რადგანაც ესეთი ერთმანეთისგან განსხვავებული წერტილები და ხაზები ხუთნაირი იყო, ჩავთვალე რომ ესა ქართული ანბანის ხმოვნები და იმ ხმოვნების მეშვეობით დავიწყე გაშიფრვა, ეცადე რომ ეს ხმოვნები ლოგიკურად ჩამესვა ამა თუ იმ სიტყვაში, პირველი ხმოვანი ქიის გაშიფრვა მომცა, ანუ ვერაფერი ვერ მოიხდინა კი, ანუ იოტათი დაწერილმა და საბოლოოდ ითი უნდა დამთავრებულიყო და მომცა იგივე შინაარსი. საბოლოო ჯამში ეს ხმოვნები ლოგიკურად ჩაჯდა და ერთ-ერთი ლოგიკურიც აღარა უკვე ფაქტია ამ შემთხვევაში. ახსნა ის არის, რომ მაგალითად ჩემს მიერ ედმიჩნეულმა ჰორიზონტალურმა გრძელმა ხაზმა, რომელიც მე იმგონია წარწერაში, ეს შეხვდა წარწერაში 16 ჯერ და ყველგან წავიკითხე ედ. ანუ ხო შეუძლებელია 16 ჯერ წაიკითხო 100 ედ და ის არ იყოს ედ და შენ აზრი მოგცეს ამ 24 სიტყვაში, ხო? ასევე მაგალითად შვეული ხაზი, მოკლე შვეული ხაზი u 11 ჯერ განმეორდა წარწერაში, ასევე 11 ჯერ განმეორდა s, რომელიც გრძელი შვეული ხაზია და ეს მოხრა აღარ აქვს, ან სწორი ხაზია, არაუდოფროსოდ სწორიდან წარმოიშვა ეს s, 100 s და 11 ჯერ ხდება. შეუძლებელია 11 ჯერ შეხვდეს s და s არ იყოს და შენ s ტკითხულობდი და მაინც აზრებს გაძლევდეს, ხო, ანუ არანაირი ლოგიკა შეაჯდება. ასევე i100, ანუ მოკლე ჰორიზონტალური ხაზი ხდება ამ წარწერაში 10 ჯერ და ანუ წარმოიდგინეთ რამდენი 100 დაგიხასიეთეთ, რომ მეორდება, მე მაგ 100-ს არ უცვლი, რომ თქვათ მოკლე ხაზია, აქ არის i და იქ გრძელი ხაზია, ანუ ჩვეულებრივ რაც ერთხელ ავირჩიე ამა თუ იმ 100-ს მოხაზულობად, ამას ვამტკიცე და ჩვეულებრივ ვიკითხება მთელ წარწერაში, ოღონდ თავისთავად ცხადია, როცა კითხულობ სწორად მაღლა არის ეს წერტილები და ხაზები და რო გადმოვატრიალებ წარწერას, გიგოს რო უჭირავს თხა და გიგოში, უკუღმა, ეგრე რო გადმოვატრიალებ უკუღმა, თავისთავად ცხადია ეს ხაზები და წერტილები უკვე წარწერის დაბლაა. მაგრამ ნუ მოკლე ხაზია, გრძელი ხაზია, გინა მაღლა დაწერე, გინა დაბლა დაწერე. ამ შემთხვევაში პრინციპი არ იცვლება. ხო, ასევე ესეთი ანუ უკვე წაკითხული წარწერიდან ვილაპარაკებ, მოდი, თორე ამას საკმაოდ ასეულობით საათი დამჭირდა მაგ წარწერაზე რომ მეყურებინა, რომ საბოლოოდ ამ გაშიფრამდე მივსულიყავი, მაგრამ ვილაპარაკოთ უკვე წაკითხული წარწერიდან, ესეთი რაღაცა, ანუ ამ 30 საუკუნის წინ და არ ვიცი შესაძლებელია არც მაგას არ გამოვრიცხავ, რომ შედარებით ადრეც მომხდარიყო ეგ რაღაცა, ანუ ეგ მოვლენა, ასტრონომიული მოვლენა და თქვა სადღაცას კიდე ეწერა ეგეთი და უბრალოდ რადგანაც მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, კიდევ ერთხელ გააკეთეს 30 საუკუნის წინ ეგ წარწერა და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ეგ ამბავი მოხდა, ანუ თქვა მეორე ან მესამე შესრულება იყო და ჩვენ უბრალოდ ეგ ვიპოვეთ 30 საუკუნის წინ და ლაბორატორიამ თქვა, რომ 30 საუკუნისაა, თორე შეიძლება 40 საუკუნის წინ მომხდარი ან 45 საუკუნის წინ მომხდარი ამბავი იყოს. ესა ზურგზე მდგარი ფიალას ფორმის ახალი მთვარე, რომელიც წარმოიშვა საქართველოს ტერიტორიაზე, ეგ მთვარე ეკვატორზე ყოველთვე წარმოიშვება ხოლმე, რადგანაც ეკვატორზე ყოველთვის მზე დედამიწის ცენტრს უსწორდება და შესაბამისად ყოველთვის არის დღეღამტოლობა. და დღეღამტოლობა ჭირდება, რომ ეგეთი მთვარე წარმოიშვას. ძველი მთვარი არის ხოლმე პირიქით ამოყირავებული თასის ფორმისა, განათებული რკალი ზევითა აქვს ხოლმე და ახალი მთვარი არის ხოლმე სწორად მდგომი თასის ფორმისა, ანუ განათებული მხარე ქვევითა აქვს ხოლმე. ამ შემთხვევაში ძველ მთვარეს მზე უნათებს დილას ჩანს, მზე უნათებს ზევიდან და ზევიდან ანათებს ესეთი რკალის ფორმისა არის და პირიქით ახალ მთვარეს მზე უნათებს ჩამავალი მზე უნათებს ქვევიდან აღამოჩნს ხოლმე და შესაბამისად ესეთი ფორმისა არის. ფაქტობრივად მე რასაც ვეძებდი, მე რაც წავიკითხე მსგავსი ასტრონომიული ინფორმაცია, არსად არ შემხვდა ეგეთი ვარიანტი, რომ შესაძლებელია ძველი და ახალი მთვარე იყოს ერთნაირი. ნუ ჩვეულებრივი მთვარეს როგორც წესი აქვს ხოლმე მარჯვნივ გაზიდული ახალ მთვარეს განათებული რკალი და ძველ მთვარეს აქვს ხოლმე მარცხნივ გაზიდული, იგივე მზის განათების გამო, საღამოს უნათებს ჩამავალი მზე, აქედან დილას უნათებს ამომავალი მზე და ყველა ვარიანტში განსხვავდება. ამ წარწერაში წერია, რომ უცნაური მთვარე იყო, რადგანაც
ძველი მთვარეც ეგეთი იყო, ანუ თასის ფორმისა და ახალი მთვარეც. ამ შემთხვევაში მზესდა მთვარის გზას, ანუ ეკლიპტიკას, ცაზე დედამიწიდან რო უყურებ, აქვს 5.14 გრადუსიანი ცდომილება, ანუ რა გზასაც დედამიწიდან მაყურებელისათვის გადის მზე თანავარსკვლავედებში, 5.14-ით განსხვავებული გზას გადის მთვარე. ანუ შეიძლება რაღაც მომენტში მაღალ თანავარსკვლავედებში ავიდეს, არამზის ეკლიპტიკაში, პირიქით დაბალ თანავარსკვლავედებში ჩავიდეს და ამ შემთხვევაში თუ ეგეთი რაღაცა შეიძლება წერია წარწერაში ვერ მოხდა, უნდა იყოს მთვარი ასული ძალიან მაღალ თანავარსკვლავედებში და მზე უნდა უნათებდეს ისე ქვევიდან, რომ ძველ მთვარესაც ამოსული მზე ანათებდეს ქვევიდან და ახალ მთვარესაც ჩასული მზე ანათებდეს ქვევიდან. ანუ ფაქტობრივად ეგეთი ჯერ თასის ფორმის მთვარე საქართველოში კლასიკურად ან სწორად მდგარი ძალიან იშვიათია, იმიტომ რომ ეკვატორიდან 24 განედამდე 24 პარალელამდე ხდება ეგ ამბავი და მით უმეტეს საქართველოს რომ 42 პარალელზეა, ფაქტიურად თითქმის ამ ბოლო ხანებში იყო რამოდენიმეჯერ, მაგრამ სწორი ან ზუსტად თასის ფორმისა არ იყო, ცოტა გადაყირავებული იყო და აი ისეთი მთვარე, რომელსაც ძველსაც და ახალსაც ერთნაირი ფორმა ექნება, არ ვიცი, ალბათ ერთხელ მოხდა საერთოდ, ან აი უიშვიათესი მოვლენა იყო და რადგანაც მთვარე მთავარი ღმერთი იყო არა მარტო ქართველებისთვის, ანუ საერთოდ იბერიული ქართული სამყაროსათვის, გადაწყვიტეს, რომ ესე მიეგოთ პატივი. ანუ დღეღამტოლობა სჭირდებოდა აუცილებლად. დღეღამტოლობა მოიხსენებათ არის ორი, შემოდგომის დღეღამტოლობა და გაზაფხულის დღეღამტოლობა და როცა მე ვიკვლიეთ შესაბამისი ასტრონომიული რუკებით, ანუ ინტერნეტში, სადაც შეიძლება ჩაწერო შესაბამისი წელი და გაჩვენებს თანავარსკვლავედებს იმ წელს, როგორი იყო კონკრეტული ადგილიდან, ანუ გრაკლიანიდან დანახული ცა როგორ უნდა ყოფილიყო 3000 წლის წინ, აღმოჩნდა, რომ შემოდგომის დღეღამტოლობას ის ცა, რომელიც უნდა ყოფილიყო გრაკლიანზე, იყო დღე. ანუ შესაბამისად ვერაფრით ვერ იქნებოდა შემოდგომის დღეღამტოლობა, იმიტომ რომ ღამის წარწერა ამაზეც მე ვილაპარაკეთ, რატოა ახალი მთვარე ყველა შემთხვევაში ღამე ჩანს და იმიტოა ღამის წარწერა და შესაბამისად რადგანაც დღე გადიან ეგ თანავარსკვლავედები შემოდგომის დღეღამტოლობას და გაზაფხულის დღეღამტოლობას გადიან ღამე ცას, ესე იგი იყო გაზაფხულის დღეღამტოლობა. ანუ დავკონკრეტდეთ, იყო ახალი წლის წარწერა, რადგანაც მაშინ გაზაფხულის ბუნიობასთან ახლოს იყო ახალი წელი, ჩემი კვლევებით 4 აპრილს უნდა ყოფილიყო, ეს ახალი წელი 1 აპრილს უნდა ყოფილიყო ქართული კალენდრით დღეღამტოლობა და 3 დღის მერე 4 აპრილს უნდა ყოფილიყო ახალი წელი და საახალწლო წარწერაა თავისი შინაარსით, როცა დღეღამტოლობა დადგა და ეგეთი უცნაური მთვარე დაიბადა, რომელიც როგორც გითხარით, ჩვეულებრივ წერია წარწერაში და ახლა ამ ხულუმებმა, ანუ ჩემი ღრმაწმენით იცოდნენ, იმდენად ბევრი რაღაცები მაქვს მათი დატოვებული აღმოჩენილი, რომ მაგაში ეწვით არ მეპარება, რომ ძალიან მაღალი დონის ასტრონომიული ცოდნა ჰქონდათ და წინასწარ აკვირდებოდნენ და იცოდნენ, რომ ესეთი მთვარე დაიბადებოდა, შესაძლებელია ათეულობით წლით ადრე იცოდნენ, რომ ეგეთი მთვარე დაიბადებოდა და შესაბამისად მოემზადნენ მაგისთვის ეს წარწერა არ შეასრულეს დიდ ტაძარში, ანუ საიდუმლო წარწერა იყო, პატარა ოთახში იყო შესრულებული, დაახლოებით 3-6-ზე 18 კვადრატულიან ოთახში, რომელიც აღსაქმელათაც ფართობიც არა გაქვს წესიერად, რომ აი შეხვიდე აშენებულში რომ შეხვიდე და დაინახო. თან ასევე ამ წარწერის გარშემო იყო უამრავი ფეტვის ქოთანი, ფეტვით სავსე ქოთანი და ფაქტობრივად რაღაცები წარწერასაც ეფარებოდა. ანუ უბრალოდ იყო რაღაცა ცოდნის დასაფიქსირებლად ეს წარწერა. თან ტაძრის დიდი ოთახის უკანა ოთახში. ანუ უშუალოდ დიდ ოთახში კი არ იყო მთავარ დარბაზში, არა, იყო უკანა პატარა ოთახში, ანუ იყო მარტო ქურუმებისთვის განკუთვნილი. ეს წარწერა და დაისახეს მიზნად, რომ გაესაიდუმლოებინათ, ანუ ჯერ ხო ისედაც გასაიდუმლოებულია ეს შერწყმული თანხმოვნები, ურთულესი წასაკითხია, შეიძლება შეგეშალოს და სხვა თანხმოვნების წაიკითხო და სხვა აზრი გამოიტანოს ავსებით, ამიტომაც ესეთი 4 მხრიდან წასაკითხი წარწერა შეადგინეს, რომელშიც მარცხნიდან წაკითხო, ანუ როგორც ქართველები ახლაც კითხულობენ და როგორც ჩანს მაშინაც კითხულობდნენ, არის ფასადური, ანუ საჩვენებელი წარწერა, შეხვალ და თუ შეხვედი ვიღაცა შემთხვევითი პირი მოხდა, დაინახავს რომ მარცხნიდან წერია და ანუ ჩანს, ანუ გარკვევით და შეიძლება თუ ამბანი იცი სიტყვაზე გამოყვედა რაღაცა ასოებით დაინახო, როგორც ხა პირველივე შეხედვით დავინახე მაგალითად სიტყვაზე იოტა, მაგალითად რ, მაგალითად ნ, აშკარად ჩანს, ესე თვალში მოხვდება და შესაბამისად შეიძლება რომ აქედან წაგებინო
წაგეკითხა და ამიტომაც რადგანაც ეს საჩვენებელი ან ფასადური წარწერა შეიძლება ვიღაცას წაეკითხა, იგი ჩამოაყალიბეს როგორც მორწმუნის ცხოვრების წესი, ანუ არაფერი ისეთი, საერთოდ არ ახსენეს მთვარე, ანუ ურთულესი მისია დაისახეს. უნდა შეექმნა წარწერა, რომელიც წაიკითხებოდა 4-ვე მიმართულებიდან, მარცხნიდან, მარჯვნიდან და ესე გიგოსავით რო ამოატრიელებ, ესე უგომაუნც უნდა წაკითხულიყო ეგასოები, ერთმანეთში შერწყმული, 4-ვე მიმართულებიდან უნდა მოეცა გამართული აზრი, რადგან ერთი, ანუ საჩვენებელი წარწერა უნდა ყოფილიყო ჩვეულებრივი რაღაც ლოცვასავით უნდა ყოფილიყო მორწმუნის ცხოვრების წესი, მეორე უნდა ყოფილიყო მარჯვნიდან წაკითხვა მიმთითებელი, რომ მარტო ეს არ არის აქ, რასაც ჩვენ კითხულობ, არამედ აქვს მას კიდევ შინაარსი და წაიკითხე და საბოლოო ჯამში თვითონ მთვარე ნახსენებია უკნიდან უკუღმა წაკითხებში, ანუ ესე გადმოტრიალებული წარწერის წაკითხებშია, ორივეში, მარცხენაშიც და მარჯვენაშიც, ასევე პირველ ორ წაკითხვას, ანუ მარცხნიდან და მარჯვნიდან წაკითხვას აქვს ჰემატრია, ანუ რიცხული შიგთავსი აქვს. ამ შემთხვევაში ეს ორივე რიცხული შიგთავსი, რომელიც წინა გადაცემებში არ მითქვია და ეხლა წარმოვადგენ, ნახავთ, აი, ამ შემთხვევაში ესეთი მიზნობრიობა ჰქონდათ ქურუმებს, რომ მათი მიზანი არ იყო გამართული ქართულით ეწერათ, მაგალითად წარწერა, რადგანაც გითხარით 4 მხრიდან უნდა წაკითხულიყო ესასოები, თან რიცხვები უნდა მოეცა. აი მაგალითად სიტყვაზე მთვარეზე რო ლაპარაკობდნენ, პირველივე სიტყვა, ანუ კი, ხო, აუცილებლად უნდა ყოფილიყო 49 თავისი რიგითობების ჯამით, რადგანაც 49 იკითხება როგორც მთ და თუ გინდა რომ მთვარეზე ილაპარაკო, ნუ თავისთავად ხადია მთთი უნდა დაიწყო, ხო? ამიტომაც რაც არ უნდა მომხდარიყო, მათ შეეძლოთ დაეწერათ კი, შეეძლოთ დაეწერათ იოტათი კი, შეეძლოთ დაეწერათ თქვა სიტყვაზე ცოტა გძლად ან რაღაც კი ან რაღაც ეგეთი, მაგრამ მათი მიზანი იყო რომ 59 მიიღოთ. შესაბამისად ქ 24 არის, ი 10-ია, იოტა 15-ია და იძლევა 59-ას. ანუ ეს ქ იოტა და ი შეიძლება ი ყოფილიყო ან კი ან კი, მაგრამ სპეციალურად დაწერეს 3-1 რომ მიიღოთ 59. ანუ შენ რომ მე მარცვლებად წაიკითხავდი ამ 59-ს, წაგეკითხა მთ, ანუ მთვარეზე უნდა ელაპარაკათ შენთან. ანუ ურთულესი მისია, ხო? ნახეთ, 5 სიტყვა არის, 5-ვე სიტყვის მარცვლებმა წინადადება უნდა აგიწყონ მთვარეზე, რომ ეს მთვარე წარმოიშვა და უნდა მიგახვედან რომ სინამდვილეში ტექსტში რო არ გიწერია, ჰემატრიით უნდა აწყო და თან უნდა უკვე წაკითხვებიც ჰქონდეს და საბოლოო ჯამში უნდა მიხვდე, რომ ეს ესეა. თან გაითვალისწინეთ, რომ რიცხვები უნდა დაგიტოვო, ანუ მტკიცებულებად თან ამ წარწერაში, რომ შენ დარწმუნდე, რომ ეს რო წაიკითხე ეს 5 სიტყვა, ნამდვილად ისასოები წაიკითხე, რაც გჭირდებოდა და არა რაღაც სხვა ასოები. ანუ მტკიცებულება რიცხვიც უნდა დატოვო. ან თლიანი ეს თქვათ 23-ვე ასო, რაც მარცხნიდან წაკითხვაში არის, 23-ვე ასო ისეთი რიცხვი უნდა მოხდეს, რაც საყოველთაოდ ცნობილი იყო ქართულ სამყაროში, რომ შენ რო წაიკითხავდი და ნახავდი, რომ ეს ცნობილი რიცხვი ამოვიდა, ესე იგი სწორია. ანუ დაგიტოვეს ეს რიცხვი, რომ მიხვდე, რომ შენ სწორად წაიკითხე. და შესაბამისად პირველი ანუ ეს მარცხნიდან წაკითხვა საჩვენებელი წარწერა ესეთნაირად ჟღერდა და კი ეძიჰევ, ხცნევ, აზორევ, ჰესევ, ანუ კი ეძებე სცანი, მსხვერპლი შეწირე და ესასოე, ნუ ჩვენ თქვით რომ შეიძლება ქრისტესაც შიფრავდეს ეს კი, რადგანაც მერე ქთი ან ქრისტეითი ანუ იფარებოდა, ქარაგმდებოდა შუა საუკუნეებში იესო ქრისტეს სახელი, ან თქვა შეიძლება იყოს კი შუმერების ნაყოფიერების და მიწის ქალღმერთი. და ესეთი სურათი გამოვიდა. თლიანი წარწერა, რაც თლიანი წარწერა გამოვიდა, როცა შეკრება ყველა რიცხვს, ანუ რიგითობების რიცხვს შეკრება და საბოლოოდ ერთ ციფრზე ჩამოიყვან, ანუ 352 აქვს რიცხვი, მე 3, 5 და 2-ს ერთმანეთს მიუმატებ და გამოდის 1, ანუ თლიანი რიცხვი, ანუ ერთზე, ანუ საბოლოოდ ერთ ციფრზე ჩამოყვანილი რიცხვი ამ წარწერისა მარცხნიდან წაკითხვის არის 1. ანუ 1 არის ქართულში ანი, ანუ ამბანში ესე ქვია ანი, ხო? ანი ასევე შუმერში ციზღმერთია და როცა შემხვდა უკვე ორი შუმერული სიტყვა კი და ანი, ანუ ცა და მიწა შუმერში, მიხვდი რომ უეჭველად შუმერული გავლენა იქნებოდა წარწერაში, ანუ ეცადნენ რომ ქართულით და შუმერულით გადმოეცათ, ის ურთულესი მისია რომ სიტყვების დაეტოვებინათ მარცვლებად რიცხულ შიგთავსში, ასევე ცნობილი რიცხვების დაეტოვებინათ და 4 მხრიდან წაგეკითხა, შუმერულიც გამოიყენეს ამ შემთხვევაში, რომ ადვილად ასაწყობი ყოფილიყო ეს სიტყვა. და საბოლოო ჯამში
თითოეული სიტყვის რიცხვები ესეთნაირია. პირველი სიტყვა, ანუ კი არის 59, როგორც ვთქვით, მთისთვის, მეორე არის 75, ეძიხე, მერე 103, ხცნევ, მერე 70, აზორე და მერე ჰესავ 55. ანუ თითოეულ ასოს აი თქვა სიტყვაზე ხცნეუ რიგითობებს რომ მივუმატებ, გამოდის 103. და ნელა ესეთი შინაარსი გამოვიდა. ამ 49-ს, ანუ თს 49-ს რომ მივუმატებ ერთმანეთს 13-ად, 99-ს რომ მივუმატებ და 13 რო ერთ ციფრზე ჩამოიყვანო, ანუ ერთს უნდა 3 მივუმატო, გამოდის 4. და საბოლოო ჯამში მცირე ჰემატრია ქვია მაგას, მცირე ჰემატრიიდან გამოვიდა 5 სიტყვისგან ესეთი რიცხვი 4 3 4 7 1. ანუ პირველი სიტყვისა 4, მეორესი 3, მესამესი 4, მერე 7, მერე 1. ანუ ამ შემთხვევაში ეგ რო წაიკითხო ისე ანბანით, ანუ ასოებში გადაიყვანო, არის დგდზა. ანუ 2 დ აქვს დგდზა და ესეთი რაღაცა გამოვიდა. ანი, ხო პირველი ხო თლიანი მცირე ჰემატრია ხო 1, ანუ ანი დგდზა. ანუ თუ ანი ცა არის შუმერულად, ცა დგდზა. ანუ ამ შემთხვევაში 2 დ ზედმეტი აქვს, ანუ რიცხვისთვის დატოვეს ეს 2 და გამოვიდა რომ ცის გზა. ანუ ანის გზა და პირველივე ორმა სიტყვა ჰემატრიაში მარცვლებისგან რიცხვისგან აწყობილმა მოქცა ნიშანი რომ ეს არაა ჩვეულებრივი წარწერა, რაღაც ცის გზაზეა ლაპარაკი და მე უკვე რო დაიწყებ ამ 59-ის გაშიფრვას და მთ არის, მიაყოლებ მე მეორე სიტყვის ოე და მესამე სიტყვის რ, ანუ გამოგივა მთოერ, ანუ ცის გზა მთოერ და მე აგძელებს მესამე და მეოთხე სიტყვა მთოერ გონე ზერგზე. ანუ ესეთი ჰემატრია აქვს. ანუ ცის გზა თოერ გონე ზერგზე, ანუ თوارე გონე ზურგზე, ანუ ზურგზე უნდა იდგეს და იგი იბზიდა. ანუ ამ შემთხვევაში იგი იგზიდა არის თითქმის ზუსტია, შუმერულად არის იგი არის თვალი, ანუ ასევე ეს ბნელი არის გიგ და ზიდ არის მარჯვნივ. ანუ ესეთი რაღაცა არის შუმერულად თვალი, ბნელი, მარჯვენა. ანუ ბნელი, თვალი, მარჯვნივ. და ამ შემთხვევაში ეს ჰემატრია გეუბნება რომ ცის გზა არის ესეთი, თვარე ზურგზე არის და ბნელი თვალი, ანუ ამ შემთხვევაში ბნელი თვალი, როცა მთვარეცაზეა, მზე უნდა იყოს ყველა შემთხვევაში, ხო? ანუ ჩასულია, აღარ ჩანს და მზე უნდა იყოს მარჯვნივ. ანუ ესე გეუბნება პირველი ჰემატრია. ამ შემთხვევაში დაიბნები რომ რასად უნდა მოძებნო ახლა ეს ან ბნელი თვალი მარჯვენა და რაღაცა, მეორე წარწერას რო წაიკითხო, ანუ მარჯვენას მიმთითებელი გეუბნება რომ ესე უჩენო აწვე ცნეი ძეგლში, ანუ ეს რაღაცა უჩინო, შენ რო ეძებ, აქვეა ძეგლში წერია და ნახე და თუ იგივენაირად გაშლი ამ მეორე წარწერის ჰემატრიას, ხო? ანუ იგივენაირად დაშლი, სრული მთლიანი, ანუ ხო, ჯერ მეორე წარწერაზე ვთქვათ, ანუ რატომ მივედი მე ზუსტად ამ წაკითხვამდე. უყურეთ, პირველი წარწერისთვის დატოვებულია 352. 352 ეგ მე აღმოვაჩინე, რომ ეს ქართული წონით სისტემის ერთი მინა არის. ანუ 352 რკ, ანუ 120 ცალი ფეტვის მარცვალი 352 ჯეთო იქ მაშინ იცოდნენ, იმიტომ რომ ეს 1000 წლის წინანდელი წონით სისტემა, ყველა ქულმა იცოდა რომ 352 იყო საწყაოში ერთი მინის მოცულობა და შესაბამისად ადგენენ და დატოვეს რიცხვად 352. ანუ შენ რო შეგხვდება ცნობილი რიცხვიდან ახლა რომ 352 გიწერია, ეგ იმის ნიშანია რომ სწორია, ანუ ცნობილი რიცხვი შეხვდა, სწორია. ამ შემთხვევაში ფარულად დატოვეს ამ პირველ წარწერაში, მეორე წარწერა როგორ უნდა წაიკითხეს. ანუ ამ ეს დგდზა არის 43471. დღეღამეში არის 86164 წამი და თავიდან ვიფიქრე რომ დღეღამტოლობა რახან უნდა ყოფილიყო. დღის ნახევარი ესე უცბად რო შევხედე 43000 და 86 დღის ნახევარი იქნებოდა წამების რაოდენობა, თუმცა აღმოჩნდა რომ როცა გაყოფ წამების რაოდენობას ამ 86164-ს სულაც ადიღებ ამ 43471-ს, არამედ იღებ 399 წამით მეტს. და მე დამაინტერესა რატომ მოვიდა ეს 399 წამით მეტი, ხო თანაბარი უნდა იყოს დღე-დღე და აღმოჩნდა რომ სავსებით თეორიული გაანგარიშებებით, ანუ მაგას ადგილზე ვერ დაინახავ, სავსებით თეორიული გაანგარიშებებით ეკვატორზე, ანუ იდეალურ პირობებში, როცა ყოველ დღე დღეღამტოლობა არის იქ,
6-8 წუთით არის დღე ყოველთვის გრძელი ღამეზე. ანუ ეგ ვერ დაინახავ, ანუ რეფრაქცია გიშლის ხელს, ანუ ატმოსფეროში სხივების გარდატეხა და ჯერ კიდევ ამოუსვლელი მზე გეჩვენება ამოსულად ჩასული მზე ჯერ კიდე არ ჩასულად გეჩვენება რეფრაქციის გამო, სხივების გადატეხის გამო და შეიძლება 15-20 წუთიც იყოს ეკვატორზე სხვაობა დღესა და ღამეს შორის, მაგრამ იდეაში რომ მათემატიკურად დაიანგარიშოს დედამიწის გარშემოწერილობას, მის მოძრაობის სიჩქარეს და სხვა, საბოლოო ჯამში რჩება 6 ან 8 წუთი, ან თეორიული გაანგარიშება, ესე ვიღაცამ დაждდა და თქვა ჩხირით ქვიშაზე იანგარიშა ესე, ან სველი თიხაზე რაღაცეები და დაიანგარიშა რომ ეგრე არის რა და შესაბამისად ეს 399 არის 6 წუთნახევარი და შესაბამისად აი ამ პირველ დღეზე, ანუ 43471-ში ჩანს რომ ჩვენმა წინაპრებმა დღეღამეში წამების ზუსტი რაოდენობა იცოდნენ და ვიღაცას დაუტოვეს ეს დღგზა, რომ ამ ქურუმმაც იცოდა ეს წამების რაოდენობა, დაფიქრდებოდა რატო არის ეს პირველი წამების რაოდენობა, გამოვაკლდა ესე ჩემსავით და მიიღებდა რიცხვს, რომელიც უნდა მიიღო მარჯვნიდან წაკითხვის ჰემატრიაში, მთლიანი ჯამი. ანუ შეფარულად დაუტოვეს მარჯვნიდან წარწერის რიცხვი პირველ წარწერაში. ოღონდ თუ გეცოდინებოდა წამების რაოდენობა, გაყოფდი 2-ზე, გამოვაკლებდი ამ 43471-ს დღეღამეში წამების ნახევარს, დაგრჩებოდა 399 და გეცოდინებოდა რომ 399 არის მარჯვნიდან წაკითხვის მთლიანი რიცხვი. ანუ ესე შეფარულად დატოვეს. შესაბამისად კიდევ იმიდი გამოირჩევა ეს 43471, რომ თუ ესეთ მათემატიკურ მოქმედებას ჩავატარებთ 424-ს, ანუ წინა სამ რიცხვს გამოვაკელი 71, იღებთ 363. 363 ის რიცხვია, რაც გრამებში იგივე 352 არის. ანუ წინამდვილეში როცა ბატონ ვახტანგიჩემ ეს საწონი სისტემა აღმოაჩინა, თქვა რომ ესენია 363 გრამის ჯერადი, მაგრამ რადგანაც ეს ჩვენი წონით სისტემა არის იმაზე ძველი, ვიდრე ჩვენი წინაპრები გრამის შესაფერის საწონს აღმოაჩენდნენ, ხო? მერე ნახეს რომ გრამი არის მაგდენი და გადაიყვანეს და მიიღეს 363. შესაბამისად, ამავე პირველივე წარწერაში დაგიტოვეს როგორც მთლიანი რიცხვი 352 წონით სისტემისა, ასევე დაგიტოვეს 363, რაც მიდითაც მიგითითეს, რომ 363 იგივე 352-ია, ანუ ორივე რიცხვი დატოვეს. ამ შემთხვევაში როცა ვიპოვე 399, დავიწყე მარჯვნიდან წაკითხვის გაშიფრა ისე რომ 399 მიმეიღო საბოლოო ჯამი და როცა 399 მივიღე, ესეთი სურათი გამოვიდა. მთლიანი რიცხვი გამოვიდა 2, ანუ 2 ქართულ ამბაში მეორე არის B, ანუ ბანი და მერე მივიღე 14375 ეს რიცხვი 5 სიტყვის მცირე ჰემატრიებისაგან. ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ დააზღვიეს თავისი წარწერა წინაპრებმა და ესეთი მიმატება თუ შეასრულე 14 14775-ია, 375-ია. 14-ს თუ მივუმატებ 375-ს, ისე ვიღებ 389-ს. ანუ კიდე ერთხელ დაგაზღვიეს, რომ თუ წაიგითხე წარწერა მარჯვნიდან და მიიღე 389 ჰემატრიად, აი მივუმატებ 14-ს კიდევ 375-ს და დარწმუნდები, რომ მართლა სწორად ეგრე უნდა მიგეო. ანუ ნამდვილად 389 უნდა იყოს. და საბოლოო ჯამში ესეთი სურათი გამოვიდა, როცა სიტყვებად გადაიყვან ისე ბანი, ანუ B, ბანი ადგს Z, ანუ ბანი ადგას Z-ვიდან ამ რაღაცას, ანუ რაღაცა ადგას და ეჰე, ეს ვა აგანე, ანუ რაღაცა ვა ამ შემთხვევაში აგანე და რაზე ელაპარაკი. ახლა ამ წარწერას აღმოსავლეთის ბოლოში ედგა სტელა. და სტელაზე გამოსახული არის გარკვეული ფიგურები და ზევიდან ადგას ესე დიდი ვერძის და ახლო დგას კიდე ხარის ქანდაკი და რადგანაც ზედ უნდა ედგეს რაღაცა ბანი ადგს ზე გეუბნება ჰემატრია და ადგას სინამდვილეში, ანუ დაახლოებით 60 სანტიმეტრი სიმაღლის სტელა, რომელსაც ესეთი დიდი ვერძის თავი ადგას, ესე იგი ანუ ესე წარმოგიდგინეს რა წინადადებაში, ესე იგი ეს ბანი რო ადგას ზევიდან, ეს ვა, ანუ ამ შემთხვევაში ქვის თქმა უნდა ამ სტელის მაგივრად, ეს ვა უნდა აგანო, მართლაც რაღაც ფიგურები ხო არის დატანილი, როცა ამას განზე, ანუ სწორად ხო დგას, განზე რო დაიჭერ, ესე რო დაიჭერ, დააწვენ, ხო, სიგანეზე რო დაიჭერ, კი ბატონო, მასზე არსებული, აი სუდაბლა სტელაზე, სუდაბლა მარჯვენა კუთხეში არსებული ორი პაწაწუნა ესე ბავშვისავით მიჩხაპნული ფიგურა, ესეთი პატარა რკალი კუთხეში, სუკუთხეში პატარა რკალი და იმის ზევიდან ძველი მთვარე
ან პატარა რკალი კიდე ძველი მთვარისა, ესე რომ დაიჭერა ზურგზე მდგარი მთვარე ხდება, ანუ თასის ფორმის მთვარე და კუთხეში არის პატარა მზის რკალი. ანუ ის ხო გეუბნებოდა წინა ხემატრია, რომ ცის გზა არის, რომ მთვარე ზურგზე უნდა იყოს და ბნელი თვალი მარჯვნივ უნდა იყოს. როცა ამ სტელას დაატრიალებ, მართლაც მთვარე ზურგზე მდგომი ხდება და მზე, ანუ ბნელი თვალი ჩასული მზე, უკვე აღარ უნდა ჩანდეს, ანუ 8 საათია დაახლოებით და ჩადის მზე, ეგ არის მარჯვნივ, ანუ დასავლეთის მხარეს აღმოჩნდება, როცა ახალი მთვარე უნდა გამოჩნდეს. და შესაბამისად მე მართალია აგრძელებს და მე უკვე ვეღარ გაძლევს, ანუ მეორე ჰემატრია სიტყვებს, მაგრამ დაახლოებით გავს, რომ პენსი არლა, ანუ შეიძლება იფიქრო პენს მაღლა, იმიტომ რომ ხო დაბლიდან უნდა თებდეს ეს მზე, რომ მთვარე თასის ფორმისა და პენს. ხო, პენსი ანუ შეფინა. ხო, და დაახლოებით იგივე სიტუაციას გაძლევს მე ცოტათი არეულად, მაგრამ იგივეს როგორც შუმერული სიტყვები გაძლევს, რომ იგი ბიგზიდან, ანუ დიდი თვალი, ბნელი თვალი მარჯვნივ, იგივეს დაახლოებით იგივეს ასოები არის, ანუ იგი იბზე, ანუ ესე გეუბნება, ან დაახლოებით იმეორებს იმას, რომ დიდი თვალი უნდა იყოს, ბნელი თვალი უნდა იყოს მარჯვნივ. ანუ ფაქტობრივად გამოდის, რომ ამ სტელას რო დაატრიელებ, ეგ სურათი ჩანს, რასაც გეუბნება მარცხენა ჰემატრია და მარჯვენა ჰემატრია. ახლა გაგრძელება როგორი აქვს? ახლა ესეთი ცის სურათია, ანუ ხელში გიჭირავს სტელა, ცის სურათი. აქეთ მხარეს არის ახალი მთვარე, ანუ ახლად გამოჩენილი მთვარე, თასის ფორმისა. კუთხეში ჩავიდა მზე უკვე და აქეთ მხარეს გაქვს ვერძი. ანუ ვერძის თავი გიჭირავს ხელში. ვერძის თავ შუმერები ეძახდნენ თანავარსკვლავედ ვერძს. თანავარსკვლავედ ვერც, ან ეგრე ეძახდნენ ვერძის თავი და ესეთი რაღაცა ცის სურათი გიჭირავს ხელში და ერთ მხარეს არის ვერძი და ერთ მხარეს არის მზედამთვარე. ანუ ახლა შუაში რა უნდა იყოს ახლა მაგათ შუა, ხო? თანავარსკვლავედი ვერძია ერთ მხარეს. ეხლა საოცხადია თანავარსკვლავედები, ხო? აქედან გამომდინარე ესეთი 4 საათიანი სურათი გამოდის ეს სტელა დაახლოებით ცისა. ანუ რა ვარიანტია? დაახლოებით 6 და 7 საათზე გაიარა ქალწულის თანავარსკვლავედმა, ხო, ბრუნავს თარგვალი. გაიარა ქალწულის თანავარსკვლავედმა, გაიარა სასტორის თანავარსკვლავედმა, მორიელმა გაიარა და 13 ანუ 13 ზოდიაქოთ ყოფდნენ ხოლმე ჩვენი წინაპრები ცას. ანუ ამის დამამტკიცებელია 5 კუნჭულა, როგორც გითხარით, მაშინ რო თქვით, რომ 26017 არის და პრეცესიის რიცხვია, ეგ შემთხვევით არ მithქვია, 26017-ს რო გაყოფ 13-ზე, ან 13 ზოდიაქოზე, იღებ 2001 და 2001 ქართული ამბანის წაკითხვით არის ცა. ანუ წარმოიდგინეთ 26017-ს რო გაყოფ 13 თანავარსკვლავედზე, იღებ სიტყვას ცა. ანუ 13 ცა, ანუ თქვა ვერძის ცა, კუროს ცა, ანუ ზოდიაქოების 2000 წლიან ყოფობას ცაზე ეძახდნენ ცას, რომელიღაცა ერთის, ანუ 2001-ს ეძახდნენ, რომელიც ქართულად იკითხება როგორც ცა. ანუ ეს ფაქტია, რომ ყველა შემთხვევაში 5 კუნჭულა არის პრეცესია, იმიტომ რომ როგორ უნდა მიიღო ხა 13-ზე გაყოფით ცა. ხო, ანუ შეუძლებელი არის 2001 გამოდის ესე ყველა ზუსტად და აქედან გამომდინარე ანუ შვილდოსანი, აი ის მომენტია, რომ შვილდოსანი გადის, ანუ ნახევრად არის გასული შვილდოსანი, დაახლოებით საღამოს 8 საათზე, მე შვილდოსანს უნდა მოყვებოდეს და მცადე მე რა შესაძლებლობებიც მქონდა და დაახლოებით შვილდოსანი ხო არეული ზოდიაქოა, ესე გაწელილია და ცხენზე ზის თვითონ თანამედროვე გაგებით, ხო? აი თხის რქაზე მოვსინჯე და თხის რქა ძირითადად დაეხატა იმდროინდელი ცისრუკის თანავარსკვლავედს, თქვა თხის ფეხები, თავი და რქა, ანუ ჩაჯდა იმ რუკაზე 3000 წლის წინანდელი ვარსკვლავების რუკაზე. ანუ ეგზოდიაქოები დიდები არიან, ანუ ახლანდელი მზის ეკლიპტიკაა მარტო, მაშინდელები არიან მაღლები, რომ ზენდამთვარე აი ეს 5.14 მიასეთი სხვაობა, რომ ერთადია რომ ერთ თანავარსკვლავედებში, ამიტომაც შუმერებსაც ეგეთი მაღალი ზოდიაქოები ხონათ ხოლმე, არა მზის გზა, არამედ მზის და მთვარის გზა ერთად ცაზე. და შესაბამისად თხის რქა არის მერწყულია, ანუ ამ შემთხვევაში ესე ერთბაშად ცაზე არ ჩანს, ანუ მე რომ დავათვალიერე ეს რუკები და დავატრიელე, ხო? ესა 4 საათიანი სურათი. სინამდვილეში 8 საათზე დაახლოებით გავიდა მშვილდოსანი, მე შემოვიდა თხის რქა თქვა დასავლეთ 9 საათზე გავიდა, შემოვიდა კიდევ თანავარსკვლავედი მერწყულიც გავიდა, თევზები შემოვიდა და აი როგორი მომენტია, იცით, დაახლოებით 12 საათისათვის პირველი რაღაცა წუთებისათვის ვერძმა შემოყო ცაზე, აღმოსავლეთის ცაზე, ვერძის თანავარსკვლავედი იწყებს გამოჩენას და ალბათ მაგ დროს ხდება ახალი მთვარე, ანუ აღარ ჩანს, ჩანდის ახალი მთვარე, რამოდენიმე საათი ანათებს ხოლმე და შესაბამისად ეს მთვარე გამოხატეს, მზე
გამოხატეს თანავარსკვლავედები დახატეს რაღაც ცხენს გავს ეგეთი ხარს გავს თქოს ესე ცხვირები ერთმანეთზე აქვთ მიდებული ეგეთი თანავარსკვლავედი ერთი ბოლოში გუთანს გავს აი დაახლოებით თევზებზე დახატული და ვეშაპზე დახატული ხო ორივეს მოიცავთ მაღალი არის და ვეშაპის თანავარსკვლავეზე და ბოლოს უნდა შემოვიდეს ვერძი მაგრამ ვერძი აღარ დაახატეს იმიტომ რომ აღარ შემოვიდა ვერძი და ვერძი პირდაპირ დაადგეს ამ ზედ ანუ ამითი გაჩვენეს რომ კიდე ვერძი მოდიოდა და იქვე ახლომახლო კიდე ხარიცი დგა და ვერძი რო შემოვიდოდა მაგალითად პირველის ნახევარზე ხო დაახლოებით ორის ნახევარზე ხარის ზოდიაქო გამოჩნდებოდა ცაზე და ანუ ამითი კიდე მიგანიშნეს რომ ვერძი ხო არის და ხარიც არის და მე ხარიც ანუ ეს ამ შემთხვევაში ბატონ ვახტანგ ლიჩელთან მიმოწერა მქონდა მესენჯერზე და იმან მომწერა რომ ხარის თავის ქანდაკიც იყო თორე არც ერთ გადაცემაში არც ერთ სტატიაში არ შემოხვედრია ხარის თავიც ანუ ესეთი შემთხვევა ანუ ნახეთ რომ პირველი ორი წარწერა ესეთია ერთი არის საჩვენებელი ანუ აფიშირებას აკეთებს რომ რაღაც წარწერა არსებობს მასში სავსებით ასომთავრული ნუ ხმოვნების გარდა სავსებით ასომთავრული ასოები წერია რომლებიც აი დაახლოებით 90-100% თქვათ რ ν ჩ და თელი რიგი ასოები 100% დგავს ასომთავრულს აი ვერაფრით ვერ იტყვი რომ ზოგი გავს 90-ით აი ძს მაგალითად ესეთი პატარა გაშვერილი ფეხი აღარ აქვს ესე წელზე ძ რომ თავ შეიკრება ცოტათი უნდა გაიშვიროს ასომთავრულმა და ეგ არ აქვს გაშვი ანუ რაღაც პატარა დეტალებით განსხვავდებიან ძალიან პატარა დეტალებით ხო ეხლა ადამიანი მაგათ იდგეს და ხელები ჩამოშებული ქონდეს და დოინჯირო დაიჭიროს ეხლა დაახლოებით ეგეთი ხო ადამიანია ხო ამ შემთხვევაში სხვა ზაღლად ხო ვერ გადაიქცევა ხო ან პატარ-პატარა დეტალებშია სხვაობა და შესაბამისად გამოვიდა რომ კი ეძებე სცანი მსხვერპლის შეწირე და ესასოე და მეორე მიმთითებელი გამოვიდა რომ ეს უჩინო აწვეს ცნეი ძეგლში უკანა მხრიდან ის ორივე წარწერა ლაპარაკობს მთვარეზე წარმოვიდგინეთ ხა წინ ამ ხელა ინფორმაცია დაგიტოვეს წარმოვიდგინეთ ხლა ორივე მხრიდან წასაკითხი ტექსტი დაგიტოვეს რომელიც ასე თუ ისე გამართული ქართულია ხა კლასიკურ ქართულს ვერ იტყვი მაგრამ მიხვდები რასაც გეუბნებიან შიგნით დაგიტოვეს ხემატრიაში ფაქტიურად თითქმის გამართული ქართულით ორი დიდი წინადადება შუმერულ ქართული სიტყვებით და უკანაც უნდა წაიკითხო და უკვე უკან ანუ დარწმუნებულები არიან რომ იქ შემთხვევით ადამიანი იმას ვეღარ წაიკითხავს ან სიაღარ აქვს რომ უკვე წაკითხების წაიკითხოს და იქ უკვე წერია უკვე იმ თვარეზე რასაც წერენ ანუ წერია რომ ანუ ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ გამოყენებულია შუმერულ ბაბილონური სიტყვა ეს არის სინ ანუ სინს ეძახდნენ თუ დაგხვევა მე ხარანშიც იყო ერთ-ერთი დიდი ცენტრი ამ აბრაამის ძმის სამშობლოში ხო ხარანში და თვარის ანუ სინის დიდი ცენტრი იყო და ამ შემთხვევაში გამოყენებულია სინ როგორც სი ანუ ესეა მოხსენიებული მთვარე ორივე მხრიდან წაკითხებში ორჯერ გვხვდება სი და ორჯერვე სით ანუ სინის მაგიდოთ ვეღარ დატოვეს და დატოვეს სი ამ შემთხვევაში ესეთი არის შებრუნება ანუ უკუ წაკითხვა ესეთია სი ვესვი ანუ თვალეს ესა ეშვი ყოა ანუ ამ შემთხვევაში ეს აქეთიკიდან გაშვერილი ესე ეშვებათ როგორც ღორს აქვს ესე აქეთიკიდან ეშვები ეშვი ყოა ეშვი აქეს იქის ანუ აქეთიკით თუ ბევრწილად ამ წარწერაში ქართული ენის განვითარების კვალიც ჩანს და მე თუ დავხვდებათ რომ რაღაც ეგეთებს გეტყვით რომ აი ახლა რო თქვა სიტყვაზე ლიტერატურული ქართული ქვია და ბავშვები მაგალითად ან ლიტერატურის ნაკლებად ცოდნეები რომ აი თქვა დამახინჯებულად რომ მომოვიხონ ბავშვების ხილათ სხვანაირი გრამატიკას რო ლაპარაკობენ ხოლმე აი ეგეთი კვალი ჩანს ჩვეულებრივ ამ წარწერაში რომელიც შეიძლება ჩათვალო რაღაცა ლიტერატურულად ნაწილი კიდევ ჩათვალო რომ აი იმ მსგავსებული როგორც ბავშვები ამბობენ ან გრამატიკის ნაკლებად ცოდნეები ანუ ესე იგი სი ვესვი ეშვი ყოა ეშვი აქეს იქის ანუ აქეთ იქით არის ანუ ეთ მიმთითებელი არის ანუ აქეთ და იქით ამ შემთხვევაში ეს ანუ აქ ეს და იქ ის ანუ ფაქტობრივად ისიც მიმთითებელია ანუ ამ ესე თქვეს აქეთ და იქით როგორც აქეს და იქ ანუ ესე იგი სი ვესვი ეშვი ყოა ეშვი აქეთ იქით ანუ ეგეთი მთვარი იყო აქეთ იქით რო ეშვები ქონდაო და მე მეორე მხრიდან რო გამოყვები წაიკითხავ რომ სი ქისექი იშვევაო ანუ დაიბადე იშვებაო ქისექი არის დაახლოებით სწორი ფორმა შუმერული ორი სიტყვიდან შედგენილი ერთი სიტყვის ანუ რთული სიტყვა ქისიქილ კი არის მიწა და სიქილ არის სუფთა ახალი და ახალ მიწას ნიშნავს პირდაპირ თარგმანში მაგრამ ხშირად იყენებდნენ ხოლმე ქალწული გოგოს აღსანიშნავად და იყო მათი ერთ-ერთი დიდი ქალღმერთის
მთვარის შვილის სხვათა შორის ინანას ეპითეტია. ანუ ახლა ხო ცუდი შედარებაა, მაგრამ ახლა ხო ღვთისმშობელს მარად ქალწულს ვეძახით და ინანასაც ეძახდნენ ქისექილს, ანუ ქალწულს. ამ შემთხვევაში ქისექი წერია და იგულისხმება, რომ ახალი მთვარე, სუფთა მთვარე უნდა დაბადებულიყო, ანუ ის ძველი კი არა, ახალი და ესე იგი სი ქისექი იშვევაო, ანუ ესე იგი ახალი მთვარე დაიბადებაო და ვიშე ვისე ვის, ანუ მეორე უკუწაკითხვა გეუბნება, რომ მთვარე უნდა დაბადებულიყო ახალიო და ისე ვიშე ვისე ვის, ანუ რაც ვიყავიო ძველიო, ისე ვის დავიბადებო. ანუ ორივე შებრუნებული წარწერები უკვე საკუთრივ იმ მთვარეზე ლაპარაკობს, რომლის გამოც ეს წარწერა იუძვენს. ანუ ნახეთ, 4-ვე წრიდან წასაკითხი ჩადეს, ერთი იყო საჩვენებელი და არაფერი მასში გარდა მორწმუნის ლოცვისა, მეორე იყო მიმთითებელი, რომ თავი არ გაანებო, შიგნით ინფორმაცია დევს, მე ჰემატრიას ვერ მოსინჯავდნენ ძველად რიგითი ადამიანები, რადგანაც ეგეთი შიში იყო, აი მაგალითად ბატონ გიორგი გიგორც, ცნობილი ეთნოგრაფს ვეკამათ მაგაზე, რომ ეს წარწერაა და ის მიმტკიცებდა, რომ შეუძლებელია რომ ეგ რიცხვები იყოს, რომ იმიტომ რომ ძველ საქართველოშიო და ეხლაც ხევსურეთში და მთაში რიცხვები მკვდრებისა არის და არც ერთი ძველი ადამიანიო რიცხვების ჩხრეკას არ დაიწყებს, მკვდართა საუფლოსი არისო და შესაბამისად თავის დროზე ქურუმება, როცა ეს რიცხული შიგთავსი მოიგონეს და დაშიფრა, ხალხში გაავრცელეს მოსაზრება, რომ რიცხვები არ ქექოთ რიცხვები, მკვდრებისა არის და შესაბამისად წარმოიდგინეთ, ახლა თქვა 5000 წლის წინ გავრცელებული რწმენა, რომ რიცხვები არის მკვდრებისა, დღესაც ჯერათ ხევსურეთში და ფშავში და ანუ გეუბნები ცნობილი ეთნოგრაფი გიორგი გიორგი მითქიცებდა, რომ შანსი არაა, რომ მან რიცხვები იყოს, იმიტომ რომ მკვდრებისაა და ძველ სამყაროში მკვდრისად თვლიან. ანუ დაზღვეულები იყვნენ, რომ ვიღაცა იქ რიცხვების ძებნას არ დაიწყებდა. შესაბამისად დატოვეს მარცხენა ხემატრია და მარჯვენა ხემატრია, რომელზეც გეუბნებია, რომ მთვარე ზურგზე უნდა ნახო და დიდი ბნელი თვალი უნდა იყოს მარჯვნივ, ასევე გეუბნებიან, რომ ეს ქვა, ანუ ბანია ათქზე, ეს ქვა აგანე, ანუ განზე დაიჭირა და განზე რო დაიჭირა, მე გამოჩნდება, რომ თვალი დაწვა ზურგზე, ბნელი თვალი ანუ მზე აღმოჩნდა მარჯვნივ, ახეთა მხარეს დაგჭა ვერძი, შუაში დაგჭა ნახატები, რომლებიც თავისთავად ცხადია ზოდიაქოები უნდა იყოს, აქვე ახლომახლო დგას ხარის თავიც, რაც კიდე გეუბნება, რომ ვერძი რო გავა, მე ხარის თავი შემოვა და უკვე უკანა წაკითხები არის საკუთრივ იმ ზურგზე მდგარ თვარეზე, ანუ სი ვესვი, ეშვი ყოა, ეშვი აქეთ იქით და სი ქისექი იშვევაო, ვიშე ვისე ის. ანუ ფაქტიურად მიუხედავად იმისა, რომ ვუთი ვერაა შესრულებული, ვუ საერთოდ არ ხდება გრაკლიანზე, ძირითადად ვი ასრულებს, ანუ მაგის სათქმელს და უ ასრულებს და საბოლოო ჯამში ჟღერადობა აქვს ესე ვიეთი და უთი, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ქმნის იმ სიტყვას, რის თქმაც უნდა. ანუ ხა ვიშე ვისე ვის ძალიან თანამედროვე ქართული ვით არის, ხო, ერაფერს ვერ იტყვი, რომ ისე ვის დავიბადე, გეუბნება მთვარე. შესაბამისად აი ესეთი რთული ძეგლია, ეგ რაც მე კიდევ ნახე, ხო, კიდე დამავწდეყურეთ. კიდევ ერთი დაცვა აქვს ამ წარწერას, ეს არის მარცხნიდან და მარჯვნიდან წარწერის დაცვა, რომ დარწმუნდე, რომ ხო შეხვდა ეს 399, ხო შეხვდა ეს წონითი სისტემის 352, ხო? კიდევ იცავს, ანუ აი ამ შემთხვევაში ეს რიცხვი ორგან დამოუკიდებლად შემხვდა მკვლევარებთან, ამბანცოდნეებთან, ქალბატონ თამარ დოლაქიძესთან და ქალბატონ ზურაბ თოფურთან, ორივეს ჰქონდა ეს რიცხვი და ერთიც იძახდა, რომ ანუ მას შეხვდა და სხვას არ ქონია, არ გეტყვით ვინ ნახა პირველად, მაგრამ ეგ რიცხვი ცნობილი რიცხვია თანამედროვე ქართული საამბანო სამყაროში და ასევე თვითონ ეს 399 პოზიციურად, ანუ ასოებით რო წაიკითხო 3, 8 და 9 არის გეთ, ანუ და იგივე ქალბატონ თამარ დოლაკიძის მითითებით გეთ არის რაღაც დამატება, ანუ მაგალითად სიტყვაზე გეუთენ არის რაღაცა ზმნის დამატება, ესე განიმარტება მაშინ ლექსიკონებში და ესე იგი იცოდნენ, რომ ეს 399 რაღაც დამატება არის, ანუ რაღაცას ამატებენ ამ ანუ გეთს, მაგრამ რას ამატებდნენ უკვე აღარ იცოდნენ სულხან-საბას დროს, მაგრამ დამატება რო იყო რაღაცა იცოდნენ, ანუ ეს დღე რო 399 წამით ანუ გეთით მეტია ღამეზე ეგ შემორჩა რომ რაღაც დამატება არის, რაღაც მეტია. ხო, ამ ცნობილი რიცხვი იყო ეგეც 399-ს რო დატოვეს და ასევე ამ ორივე წარწერის ჰემატრიას მარცხნიდან წაკითხვის წონითი ერთეულის 352-ს, ანუ გებს და თუ მიუმატებ 399-ს იღებ 751. 751 არის ამბანური წაკითხვით ღმა და ესეთი განვითარების ხაზი არის ღ სუთავიდან აი უძველეს ხანაში ღმერთის სახელი უნდა ყოფილიყო ღ
მე გარკვეულ პერიოდში ღმ გახდა, ანუ ღმერთი მთვარე, ესე. მე ღამის გარკვეულ მონაკვეთსაც, რომელსაც 740 გრამი წყალი უნდოდა, ანუ წვეთებით დათვლით, დროის წვეთებით დათვლით, როგორც ჩვენი წინაპრები ითვლიდნენ, ზუსტად 740 გრამი წყალი რო გადიოდა, ღმ წყალი გადიოდა, ამანაც გაამყარა ეგ ღმ და ღმ-ა ასევე ღმადან წარმოიშვა მე თქვათ წაღმართი, უკუღმართი, გაღმა, გამოღმა, ანუ ესე იგი ღმერთისკენ და ღმერთის საწინააღმდეგოდ ხო ესე და მე საბოლოო ჯამში 751-მა, ანუ ღმ, ესეთი სახე მიიღო, ღმ 740 და 1 შეგიძლია წაიკითხო როგორც 1, თავიდან სავარაუდოდ ართი იყო, ანუ ღმართი და საბოლოოდ გამოვიდა დაახლოებით თანამედროვე თქვა წაღმართი და უკუღმართი უკვე ართის დამატებით და უკვე ბოლოს თვითონ სიტყვა იქცა ერთად, ანუ ერთიანი იქცა ერთად და ერთიც გრამატიკულად ანუ ჰემატრიულადაა დატვირთული მთელი რიგი იესო ქრისტეს და მამა ღმერთის ისინი დევს 51 და 99 ერთში, ანუ ეგეთი შიგთავსი აქვს და შესაბამისად საბოლოოდ იქცა ეს ღმ, ჯერ ღ, მე ღმ, მე ღმა და მე ღმართი და მე ღმერთი საბოლოოდ იქცა სიტყვა ღმერთად და ეს 751, ანუ იგივე ღმერთი, ანუ რიცხული კომპოზიტი არის 740, ანუ ღმ და 1, შეგიძლია ეს 1 წაიკითხო როგორც ა, ღმ ა და შეგიძლია როგორც ღმართი, როგორც ღმერთი. და აი ეს ორივე წარწერა რომ ჯამში გაძლევს 751, კიდევ ერთი მტკიცებულებაა რომ ღმერთი დაგიტოვეს მოწმეთ, ანუ 751 დატოვეს ღმერთი, რომ ნამდვილად სწორად წაიკითხე ორივე მხარე. ანუ აჯამებს რომ ეს არის ნამდვილად შენი სწორი წაკითხვა და არ შეგეშალა არაფერი. ანუ რიცხული დაცვები დატოვეს, ცნობილი იმდროინდელ სოფლიოში ჩვენ აღმოვაჩინეთ ახლა რომ 750, ხო, კიდევ 751 კიდევ მნიშვნელოვანი იმითი არის რომ ქართულ 38-ასოიან ანბანს, ანუ 58-ასოიან ანბანში 1000-ოს რიგითი ნომერი არ აქვს, ანუ 37 ინომრება, VS რიგითი ნომერი და არც რიცხვის მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ნუ ანბანში არის, ანუ ანბანი არის რიგით 37, მაგრამ მასში 38 ასო არის. 38 ასოს ჯამი, ანუ 1 + 2 + 3, ანუ ფარული რიცხვს ეძახიან ხოლმე ანბანის ფარული რიცხვი, 38 ასოიანი ანბანის ფარული რიცხვი არის 751. ანუ თავის თავში ღმა, მართი, ღმერთი, იგივე ქართულ ანბანს უდრის ფარული რიცხვით. ანუ 1 + 2 + 3 + 4 + 22, 25, ყველა რო შეგრიბო ესე ერთად. ჩვენ ანბანი ღმერთმა მოგწვა და ენა ღმერთმა მოგწვა და მამული ღმერთმა მოგწვა სარწმუნოებად. ესეც ნახეთ არის მტკიცებულება, რომ ეს ჩვეულებრივი რიცხვი არ არის. იცოდნენ რომ ანბანის თლიანი ჯამი 751 იყო, ანუ სპეციალურად გააკეთეს ღმერთი ყოფილიყო ანბანის თლიანი რიცხული შიგთავსის ჯამი. წინა გადაცემაში ხო ვილაპარაკეთ, რომ სინამდვილეში ანბანი ანიდან ხოემდე იგივე ქართუა, იგივე ლაზარეს ანალოგია და იგივე ღმერთია დაახლოებით ხო, ანუ იესო ქრისტე საბოლოო ჯამში ესეც კიდე ადასტურებს, რომ ანბანს როგორც წმინდას ისე უყურებდნენ, რადგანაც ფარული რიცხვი აქვს 751, ანუ ღმერთი. ანუ თანამედროვე წაკითხვით ღმ 740 და ნუ ერთს თუ წაიკითხო როგორც ერთი, გამოდის ღმერთი. და ესეც დადასტურება იყო, რომ ანუ უცნობილესი რიცხვი იყო 751, თავის დროზე როგორც კი ანბანი გახდა 38-ასოიანი, ეგრევე მიიღო ფარული მნიშვნელობა 751, ანუ ღმერთი და რა ვიცი, მე მგონი ბევრი მტკიცებულებები წერია, რომ ხო, და წარმოიდგინე ხო ურთულესია, ხო, ახლა შეუძლებელია, რომ ერთ და იგივე ასო, აქედანაც წაიკითხო, იქიდან, აი თქვა, ამ შემთხვევაში VS და VE კითხულობს ამობრუნებულ ჰეს იქიდან მხრიდან, აქედან რო ჰე არის, იქიდან მხრიდან VE და შესაბამისად ფეხი მოცლილი აქვს. ანუ ეგეთი პატარა ფეხები ერთმანეთში ჩახატვას ართულებდა, რომ 100-100-ზე დაგედო და არ გამოჩენილიყო და შესაბამისად ეგ პატარა-პატარა დეტალები, რაც ერთმანეთში ჩახატვას და ლიგატურებს ართულებდა, ადგენდა, ანუ მოხსეს კი და თავიდან არისო. ნუ მერე დაამატეს ეგ ანბანში, როცა ლიგატურებს აღარ აკეთებდნენ ხოლმე ჩახატვებს ერთმანეთში, მაშინ ეგ პატარა-პატარა დეტალი, რომელიც ერთმანეთში არ იხატებოდა, ხელს უშლიდა და შესაბამისად არისო. ასევე, ნუ სრული დაცვითაა შესრულებული ეს წარწერა, რადგანაც ეს კი არის ქალღმერთი, ან თქვათ ქრისტე სიტყვაზე, როგორც წესი ძველ სოფლიოში ღვთაებებს და მეფეებს გარკვეულ ჩარჩოს უკეთებდნენ ხოლმე ესე, თვითონ ამოქანდაკებულში თუ
ჩამოსხმულში თუ ამოკვეთილში რაღაც ჩარჩოს უკეთებდნენ ხოლმე. ანუ შენუს მაგალითად ესე ეძახდნენ ეგვიპტელები, ან კარტუშს ესე მერე ბერძნები ეძახდნენ და ამ წარწერას თვითონ სიტყვა ქის აქვს ესეთი პატარა ჩარჩო დასაწყისში პირველივე ეგ ჩარჩო მოტყდა როგორც კი გახსნეს ეგ პირველივე დასაწყისში ესე ხაზია რომელსაც სით ვკითხულობ მე ამ ობრუნებულზე ანუ სწორი ხაზი და ი ერთმანეთში აქეთან მხრიდან ჩარჩო აქვს აქეთან მხრიდან როცა კი მთავრდება იქიდან სით იმთავრდება როცა ამოაწყდეს მაგრამ ამ შემთხვევაში ჩარჩოს აკეთებს ქიზე ანუ ესეთი ამობრუნებული ბავშვურიო ესეთიო რომ ამოაწყიელო ეგეთი ჩარჩოს აკეთებს და ასევე თლიანი წარწერა რადგანაც არის ეს საჩვენებელი მარცხნიდან წარწერა მორწმუნის ცხოვრების წესია რომ ერთი უნდა ეძებო სცნო სვეტყვით შეწირო და ესასო ბოლოშიც მთავრდება ასევე ეგეთივე ესეთი ხაზი ემჩნევა ჯერ კიდევ ბოლოში აჩარჩოებს ანუ ისიც სი არის მე აქედან რო კითხულობ სი ქისიქილი შვევაო იქიდან კითხულობ სი ვესვი ეშვიყო ოღონდ რო გადმოუბრუნებდა ჩვეულებრივ პირველივე მარცხენავე წაკითხვას უბრალოდ ჩარჩოს აკეთებს ანუ ლოცვა არის ჩასული ჩარჩოში საჩვენებელი წარწერა შესრულებულია ძველი სამყაროს ნორმების სრული დაცვით აი იგივე მაგალითად შამპოლიონმაც იმიტომ გაუგო ეგვიპტურ იეროგლიფებს რომ მოჩარჩოებული იყო კლეოპატრას სახელი და პტოლემაიოსის სახელი როგორც ფარაონებისა და ანუ შენუში იჯდა და ეს შენუ ცათვალე რომ ანუ მეთი იყო ან მეფე იყო და მე თანა ერთნაირი იეროგლიფები იპოვა და საბოლოოდ ამით სათავე დაუდო ხო მასაც არ მოუდო მე მგონი 10 წელიწადი რომ ეგვიპტური იეროგლიფები გაეშიფრა ხო ანუ თავარი პრინციპის პოვნა არის და თავისთავად ცხადია შეიძლება. ნუ ახლა ამ შემთხვევაში ამ წარწერასაც რა პრინციპებიც ჰქონდა, მე გაშიფრულად მოგახსენეთ, მაგრამ ნუ საკმაოდ ძნელი საფავნელი იყო პრინციპებით. ახლა თუ იგივენაირი წარწერა აღმოჩნდება რა ამბობენ, რომ კავთისხევთან არის ხოვლესთან მე მგონი ეგეთივე წარწერა აღმოჩენილი და არ გახსნეს, ანუ რომ დაინახეს რომ რაღაც ეგეთი წარწერა დალუქულია, მაგრამ არის ეგეთი წარწერა და თუ აღმოჩნდება გული ამიჩქარდა ახლა აი ამ ბოლო ფრაზამდე, იქამდეც აღელვებული ვიყავი გისმენდიდა და თუ მსგავსი რაღაც არის ხო ცხადია ბატონო გზა იმიტომ რომ ეს ხო როგორც თქვით ოსტატის ნამუშევარია სახელოსნო აქვს სადღაცას ამ წარწერებს ამზადებს მოაქვს და აწევებს მე თუ ამბობთ რომ მსგავსი ასაკის და მსგავსი ხარისხის და მსგავსი წარწერა არსებობს ეს არის ოღონდ იმის სურათები არ მინახია იმიტომ რომ როგორც გახსნესო და ნახესო რომ რაღაც წარწერასავით იყო ანუ კონსერვაცია გაკეთებული ძეგლს და აღარ მიმდინარეობს გაოგნებული ვარ თქვენი გადმოცემით თქვენი მიმდევრობით თქვენი დახვეწილი კარგი მეტყველებით ესეთი მარტივი ახსნით თან გენიალური და თან მარტივით და ყველასათვის გასაგებით ეხლა მე მინდა სახალხოდ ვთხოვო ამ ტელევიზიის ხელმძღვანელობას რომ ერთგადაცემად გავუშვანეს, იმიტომ რომ გადავწდით როგორც მინიმუმ 20 წუთით შენდობას ვითხოვ ბატონებო. უბრალოდ არ მეყო არც არ გვეყო შესაბამისად რომ დროში ჩავტეულიყავ. ძალიან დიდი მადლობა. ბატონო ნუგზა ეს თავი რა არის? ჩემი თხოვნა იქნება რომ ეს ახლა როგორც წიგნი რო არ შეიძლება რომ ორტომატ გამოიქცეს და ერთომატ უნდა გამოიქცეს. ბატონ გიას, ბატონ სერგოს მინდა ვთხოვო რომ ერთგადაცემად გამოვიდეს რომ გქონდეს შესაძლოა ერთბაშად ვერ იქნას გაშვებული მაგრამ როგორც ვიდეო ერთგადაცემად გქონდეს გისმენთ აბა კიდე მთავარი ქალგა რაც ამ წარწერას აჯამებს ეგ არის რომ მზის გადახრის კუთხე 48 გრადუსიანი გადახრის დროს იყო 25 და 23 ანუ 23 ზამთრის დღეზე ბუდობიდან გაზაფხულის დღეღამტოლებამდე და მე 25 გრადუსი მე უკან 25 და ისე 23 და შესაბამისად ეს წარწერაც ესეა აწყობილი ანუ მარცხნიდან წაკითხვა 23-ია მარჯვნიდან წაკითხვა 25-ასოა და უკუმარცხნიდან 25 და უკუმარჯვნიდან 23 ანუ 96-ი-ასო აქვს როგორც წლიური მზის გზა და ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა რომ ნამდვილად სწორად წაიკითხე ანუ ეწერა ის რაც ეწერა ანუ ასტრონომიული კარგითაც დაამტკიცეს რომ 23 25 25 23 წლიური გზა 96 გრადუსი რაც კიდევ ერთი მტკიცებულებაა რომ ეს არის ნამდვილად ის რაც იმათ დატოვეს შემოელიზბარ, იცით რა, შეიძლება ამ ადამიანებს იცით რა ბრკოლებს, აი დღევანდელ მეცნიერებს, რომ ვერ წარმოუდგენიათ თუ ესეთი გონი არსებობდა 30 საუკუნის წინ. შესაძლოა ეს არის და კარგად გამიგეთ, აი ვერ წარმოუდგენიათ მათ გონიათ ვინც ახლა კარგად გამიგეთ, მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყრინებ, მაგრამ ვისაც გონია რომ ადამიანი შესაბამისად აი ვითარდება
1 მილიონი წელიწადია და დღეს დავიწყეთ ლაპარაკი, იმათთვის ცოტა რთული წარმოსადგენი იქნება, რომ ღმერთთან და შესაბამისად ნოესთან და ეს ადამიანებთან ახლო მდგომი ადამიანები და ღმერთისგან დაკვალიანებული ადამიანები გაცილებით გენიალურები იყვნენ, ვიდრე თუნდაც დღეს დღევანდელ ტექნოლოგიებში ცხოვრები ადამიანები. კარგად გამიგეთ რა. ეს ერთი და იცით რა პარალელს გავავლებ ამის წილ, აი ნაპოვნია რა, მაგალითად თრიალეთის ოქროს თასი ეს არის წარმოიდგინეთ რომ ესეთი ნივთია რა აი ესეთი ფორმა აქვს და დაბლა სადგომი აქვს წარმოიდგინეთ ელიზბარ რომ ეს არის ერთი მთლიანი ოქროს ფირფიტისგან გაკეთებული ეს კი არ არის ნაკუწ შედგენილი წარმოიდგინეთ ვიღაცას რა გეომეტრიული აზროვნება ქონდა რომ შექმნა ესეთი ფირფიტი და გამოჭრა ხო ხვდებით რის თქმა მინდა და ერთი მთლიანი ფირფიტისაგან შექმნა ეს სასწაული ნივთი რომელიც აბა დღეს ხო არსებობს 50 მილიონი ოქრომჭედელი, რომელმა მაგალითად გაიმეოროს ეს ნივთი და შექმნას ეს ნივთი და კიდევ ერთხელ გეუბნებით, სასწაული გონი იყო, წარღვნის მერე ბიბლიაში წერია, რომ წარღვნამდე არსებობდა რკინის დამმუშავებელი ადამიანი თუბალკაენი და მერე წარმოგიდგენიათ, რომ მოხდა რა წარღვნა, გავიდა წარღვნიდან დაახლოებით 22 საუკუნე, წარმოიდგინეთ რა 22 საუკუნე. არა, 12 საუკუნე, 13 საუკუნე, რომ რკინის ტექნოლოგია გამოეგონებინათ რა. მე ყველას მინდა ვთხოვო ეხლა რეზიუმე ჩვენი საუბრისა, რომ გავერთიანდეთ აი ესეთი დაინტერესებული ადამიანები, შევადგინოთ რაღაცა, შევქმნათ რაღაცა გუნდი და დავიწყოთ აი ესეთი მოხსენებები მოვძებნოთ ადამიანები, მკვლევარები, ზოგი გრაკლიანს იკვლევს, ზოგი ანბანს იკვლევს, ზოგი მე მაგალითად მოკრძალებით გეტყვით, რომ აი ბიბლიური გეოგრაფიის მკვლევარი ვიქნები და ჩავატაროთ კონფერენცია და დავდოთ წიგნი. არ შეიძლება ესე გაფანტულები ვიყოთ, კარგად გამიგეთ. შეიძლება ძალიან მაღალ იერარქებმა მეცნიერებათა სფეროში არ მიგვიღონ, მაგრამ ერთმანეთი მივიღოთ. ერთმანეთს დავუმეგობრდეთ და შევქმნათ. მოხიბლული ვარ ელიზბარ, აი დღევანდელი გადმოცემით, ჩამოყალიბებით. ბედნიერი ვარ, რომ მე მგონი ესე ჩამოყალიბებულად და ესე ვრცლად და ესე თავისუფლად მგონი არცადაც არ გისაუბრია. სამწუხაროა რომ საშუალებები არის. წარმოგიდგენიათ, აი კარგად გამიგეთ რა ხსენოდეს ადამიანებს, რომ მე აი შესაბამისად პირდაპირ ვიტყვი, რომ მოყვარული ჟურნალისტი თუ ასე შეიძლება ითქვას, ვეძახი ამ ბატონს და არ ეძახიან მას ისეთ ორგანიზაციებში, როგორიც არის თუნდაც მეცნიერებათა აკადემია რა. დიდი მადლობა რომ არსებობ. დიდი მადლობა აი ამ აღმოჩენისათვის. წარმოიდგინეთ რომ ის ადამიანები 30 საუკუნის წინ ამ საოცრებას რო ქმნიდნენ, ოცნებობდნენ, ფიქრობდნენ, ელოდებოდნენ რომ ვინ იქნება ის და იცოდნენ კიდევაც შეიძლება რომ დღეს უნდა გაგვე. დღევანდელ დღეს ელოდებოდნენ. დღევანდელ დღეს ელოდებოდნენ. 18-ში თუ ასტრონომიული ცოდნა არ იქნებოდა განვითარებული, ვერ წაიკითხავდი, ანუ ვერ იპოვიდი. მეც არ ვდებ თავს რომ ყველაფერი ვიპოვე, რაც შიგნით წერია, იმიტომ რომ კიდევ შეიძლება ითქვა სიტყვაზე ამ რამოდენიმე კვირის წინ ვიპოვე ეგ ღმა, ეგ ორივე შევკრიბე და ღმერთი. მართლა? კი ბატონო, ხო. აი გუშინ ვიპოვე მაგალითად რომ გამოვაკლებ ამ 363 სიღებ და თქვათ რომ მიუმატებ ასევე 799 არის, ანუ კიდევ არის რაღაცები. ღმერთმა დაგლოცოს. ღმერთმა დაგლოცოს ყველა ქართველი, ყველა მეცნიერი, ყველა მკვლევარი, ყველა გულანტებული ადამიანი, ყველა უანგარო ადამიანი სამშობლოსათვის, ერისათვის, ქვეყნისათვის. დიდი მადლობა, ჩემო მეგობარო, ღმერთმა გაგაძლიეროს. დიდი მადლობა, რომ ჩემი მეგობარი ხარ და დიდი მადლობა, რომ სკოლის მასწავლებელი ხარ და დიდი მადლობა, რომ მოსწავლეები ყავს და დიდი მადლობა, რომ სახალხო ადამიანი ხარ. მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა. დიდი მადლობა მეგობრებო, მსმენისათვის, თანამდგომისათვის, მეგობრებისათვის.